საღამომშვიდობის თემა კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს და დღეს პოზიციაში თქვენ კვირის მთავარ თემებზე მოусმენთ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე იხილავთ ტირძნისიდან და ერთიანი ტყვეობიდან დაბრუნებულ ტირძნის ელმოზარდებს, ამერიკელ რეჟისორსა და პროდიუსერს და გადაცემის ბოლოს შევხვდებით რუსთავიერის თქვენთვის კარგად ნაცნობ სახეებს. ერთიანი ტყვეობის დასასრული და მძევლად დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი. რატომ ვერ მოხერხდა 4-ვე მოსწავლის გათავისუფლება და რა პირობასდებს ევროპელი უფლებათა დამცველი? შედეგი ასეთია: ორი ახალგაზრდა უკვე დაუბრუნდა ოჯახს, ორს კი 10 დღეში გაათავისუფლა. ერთიანი საერთაშორისო განგაში და გააქტიურებული დასავლეთი ვისაკისრებს პასუხისმგებლობას გატაცებულ მოზარდებზე საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრობლემა ამ დანაშაულებრივი მოქმედებისთვის მაქსიმალურად ძვირად დაუჯდეს საოკუპაციო ძალებს. რა შესთავაზა ოკუპანტებს გია თორთლაძემ და რატომ უთხრეს დეპუტატს უარი მოზარდების სანაცვლოდ პატიმრობაზე? ვის ელაპარაკებოდა ქართველების გათავისუფლებაზე ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე? აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ დაკავებულები 4-ვე ახალგაზრდა და 2 ახალგაზრდის განთავისუფლება არანაირად არ უხსნის პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას. რა პირობებში იმყოფებოდნენ ცხინვალის ციხეში 14 წლის მოზარდები და რას აბრალებდნენ ტირძნისელს სკოლის მოსწავლეებს? უეც წაგვიყენეს ლიმონკების თარები. არა რა ჩვენი იყო ჩაგვიდაგეს. პირველად ვცემეს. მე ციხეში ჩაგვიყანეს. არავის ხმარა მოყვა. კეთი აღარავის დაუგარი. რას ყვებიან ცხინვალიდან დაბრუნებული მოზარდები? ყოფილი მძევლები გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბაძე ერთიანი ტყვეობის დეტალებზე პოზიციაში ისაუბრებენ. ვირტუალური პრაიმერი რატომ გადაწყვეტეს კონსერვატორებმა მერობის საერთო კანდიდატის ინტერნეტით არჩევა? ვინ ლიდერობს ვირტუალურ ბრძოლაში? კანდიდატი ოპოზიცია არის ზვია ძიძიგური. და გააგებინეთ ალასანიას შეიძლება არის სამი შესახებ. ყველაზე დიდი რეიტინგი შალვა ნათელაშვილის გარშემო. შეძლებს თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმებას და როგორ უყურებს ინტერნეტ პრაიმერს ოპოზიციური სპექტრი? ვისაც ოდნავ ესმის ეს სფერო, ის ამ ყველაფერს მე დარწმუნებული ვარ დაცინვით უყურებს და არანაირი დოზა სერიოზულობისა ამაში არ არის. ნებისმიერი ინტერნეტ გამოკითხვა ბუნებრივია ზუსტ შედეგს ვერ მოგცემს, მათ შორის არც ამ გამოკითხვას არ აქვს შედეგების სიზუსტეზე პრეტენზია. ეს არის პოპულარიზაცია პრაიმერის სისტემისა. პარტიული ვებგვერდიდან წინასწარ არჩევნებამდე როდის გეგმავენ კონსერვატორები პრაიმერის ჩატარებას და აპირებს თუ არა მათი კანდიდატი თბილისის მერობისთვის ბოლომდე ბრძოლას? კახა კუკავა კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი პოზიციაში. ამერიკელი კინოდოკუმენტალისტის მიერ დანახული საქართველო, რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ომის უმძიმესი შედეგები. როდის გადაწყვეტა ჯონ ფილიპმა საქართველოზე ფილმი გადაეღო? ომის შედეგები რეალურად იმაზე მეტად მძიმე და ტრაგიკულია, ვიდრე ეს ევროპას წარმოუდგენია. ჩემი ფილმი სწორედ ამ რეალობის ჩვენება მინდა. რა რეალობა დახვდა ცნობილ რეჟისორს საქართველოში და რა გზა გაიარა ქვეყანამ ვარდების რევოლუციიდან რუსეთის აგრესიამდე? ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი და მისი მთავარი. რამდენი სამუშაო ადგილი იქნება? ქვეყანამ, რომელმაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში 100,000-ობით სამუშაო ადგილი დაკარგოს, უახლოეს 60 თვეში ჩვენ 50,000 სამუშაო ადგილს შევქმნით. მიშა მოსკოვის წინააღმდეგ პოლიტიკური მომხრეები და ოპონენტები. ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ვისი შეფასებები მოხვდა ამერიკელი რეჟისორის ნამუშევარში? სააკაშვილის ლაპარაკი სულ არ მაქვს. მაგრამ საერთოდ თუ ვილაპარაკებთ, უკეთესობისკენ არ შეეცვალა. იქით მე რომ გავუარეს და მოსკოვს ამის გაკეთების აუცილებლობა არ ჰქონდა. Georgian nation is changing the regime. ქართველიერი რეჟიმებს მუდმივ აცვლის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი სააკაშვილის რეჟიმსაც შეცვლიან. ისინი იმას გააგდებენ, ეს ქართული ტრადიცია. მათ უყვარდებათ საკუთარი ლიდერები და შემდეგ, როდესაც გული უცრუდებათ, მათ ყრია. შეძლებს თუ არა რეჟისორი ევროპისთვის ქართული რეალობის ჩვენებას? თბილისში გამართული პრემიერა და ჯონ ფილიპის შთაბეჭდილებები გამგზავრების წინ ამერიკელი რეჟისორი სტუმრად პოზიციაში. ახალი წლის მოლოდიაში დეკემბრის თვეთა დაწყებული სამზადისი. ვინ როგორ აპირებს 2010 წლის შეხვედრას და რას უმზადებენ მაყურებელს რუსთავიორის პროექტების ავტორები? არის ფინანსველოდებით ახალ წელს, მე კიდე ველოდებით არ ვიცი კიდე ხოსე კარიერას და ვარ ბედნიერად. ჩვენი გეგმები ეს რა თქვენი ბატონო? ჩემი გეგმები ძალიან საინტერესოა.
დები. ჯეოსტარის ფინალი, ვაბანკი და საახალწლო შოუ ვანო ჯავახიშვილთან ერთად. სადღესასწაულო პროფილი. რას თავაზობს მაყურებელს 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე მაია ასათიანი. ახალი წლის ღამეს როცა ზუსტად 10 საათი შესრულდება ხუთშაბათს, ყველა ერთად პროფილის მაყურებელთან ერთად ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ბავშვობაში. თუმცა უფრო დაწვრილებით პოზიციაში. პოზიციაში გაიგებთ რა ახალ პროექტებს ამზადებს 2010 წლიდან თქვენთვის რუსთავი 2. ახალი შოუ და ახალი წამყვანები. ამჯერად რუსთავი 2 ნიჭიერებს ეძებს. აი ამ გადაცემის მსვლელობისთვის ძალიან ბევრი ემოცია წამოიქნება. სიცილი, იქნება ტირილი, გაოცება, გაკვირვება, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება. ასე რომ ვიყურეთ. უყურეთ რუსთავი 2 და მოусმინეთ სატელევიზიო პროექტების წამყვანებსა და ავტორებს პოზიციაში. მაია ასათიანი, ვანო ჯავახიშვილი, თიკა ფაცაცია და ვანო თარხნიშვილი. სტუმრად პოზიციაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ისაუბრებს პოზიციის პირდაპირ ეთერში საღამოშტობის საბათ გიგა. დიდი მადლობა რომ მიიღებთ მონაწილეობას უკვე ჩვენს გადაცემაში და ბუნებრივია საუბარს დავიწყებ ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებით და სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი რომ იქ მიიღეს დოკუმენტი თუ კომუნიკე თუ ეწოდება მას არ ვიცი ზუსტად სადაც ყოველ შემთხვევაში საუბარია რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს რომ გაიყვანოს ჯარების შესვლას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვთქვათ ვალდებულებები და გაიწვიოს აღიარება. ეს ბუნებრივი ალბათ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივენით გითხოთ, მაგრამ სულ გვესმის მხარდაჭერა, მსგავსი დოკუმენტების მიღება, მაგრამ ფაქტია რომ ყოველთვის იგივე შევიგე ლავროვი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენი პრინციპების ერთგული დავრჩებით. რა ეტაპზე შეიძლება დაველოდოთ რაიმე კონკრეტულ შედეგს ან რისთვის არის კიდევ ეს გადადგმული ნაბიჯები. ძალიან ადამიანურ ენაზე ვკითხულობ, შეიძლება და არა დიპლომატიურზე, მაგრამ ვეცდები რომ ადამიანურ ენაზე გიპასუხოთ. მოკლედ ვკითხოთ, ამის ალტერნატივა არის რომ არ გვესმოდეს ეს მხარდაჭერა და საკითხი ასე არ იდგას. არა, ეს ბუნებრივია. მინდა შეგახსენოთ რომ 1 წლის წინ ამ დროს რუსული აგრესიის შემდეგ ძალიან ბევრი პროგნოზი კეთდებოდა და არა მარტო ჩვენი არაკეთილობის მოსურნეების მხრიდან, არამედ ნეიტრალური ანალიტიკოსების მხრიდანაც როგორ განწირულია საქართველოს და საერთოდ მალე ყველაფერი დამთავრდება და ყველა უნდა შეეგუოს ამას. ეს არ მოხდა და ეს არ მოხდება და ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული საზოგადოების სიმტკიცის, პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხელისუფლების მათ შორის სიმტკიცის გამო და ჩვენი მეგობრების პოზიციის გამო. ის რაც ისიც იტირებას თქვენ ახლა მოახდინეთ ნატოში არის გაგრძელება ამ პოზიციის და ამ პოლიტიკის. სამწუხაროდ თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ არ აქვს ილუზია, რომ ერთ-ერთია მორიგი მოწოდების შემდეგ უბრალოდ ნავსი ავტომატურად გაწყდება და რუსეთის პოზიცია ავტომატურად შეიცვლება. ეს არის გრძელვადიანი დამქანცველი ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში ალტერნატივა არ არსებობს ქართული ხალხისთვის, ალტერნატივა ერთადერთი არჩევანი არის ამ ბრძოლის გაგრძელება და ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება მუდმივი მხარდაჭერა, უფრო მეტი მხარდაჭერაც კი შეიძლება ზოგიერთ საზრით ვიდრე დღეს ამას ხედავენ, მაგრამ ნატოს საქართველოს კომისიის შემდეგ გაკეთებული ეს განცხადება, სადაც მრავალ საკითხზეა საუბარი, მათ შორის საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ბუხარესტის სამიტის ისტორიული გაწყვეტილების შემდეგ და მინდა შეგახსენოთ, რომ ისტორიული იყო პოლიტიკური განაცხადი და კომიტმენტი, როგორც ეხება, რომ საქართველოს და უკრაინა ამასთან ერთად გახდებიან ნატოს წევრი, თუ მათ ამის ნება ექნებათ. ამასთან ერთად ამ სამიტზე არ იქნა მიღებული გაწყვეტილება კონკრეტული მექანიზმის შექმნის თაობაზე, ანუ მაპის თაობაზე. ომის შემდეგ იქნა მიღებული ახალი გაწყვეტილება, რომ ნატო საქართველოს კომისია იქნებოდა მთავარი, ასე ვთქვათ, მზიდავი ძალა საქართველოს გზაზე ნატოს წევრობისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ის პოლიტიკური ბარიერები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ ომამდე, დღესაც ბუნებრივია ძალაში უფრო მეტიც ომი იყო გამოვლენება ამ ბარიერის, ანუ რუსეთის პოზიციისა და ეს არის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემაზე ჩვენი პასუხი არის საქართველოსთან გაგრძელება იმავე კურსის, მტკიცედ და მყარად. და ამ კომისიის ხდომამ და ამ დასკვნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი ცოცხალია, ჩვენი მხარდაჭერა ცოცხალია, გრძელდება და ღრმავდება, ბარიერი გადალახული ჯერჯერობით არ არის. როდესაც ალიანსში გაწერიანებზე საუბრობდით, თქვენ ახსენეთ და იქ არაერთხელ გაკეთდა განცხადება გენერალური მდივნის მხრიდან, რომ ბუხარესტის სამიტზე მიღებული გაწყვეტილების ერთგული რჩება ალიანსი. ამ კონტექსტში შემდეგ ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაგზავნაზეც. და იგივე ჰილარი კლინტონმა ჩვენ დღეს ნახეთ ქართულ მედიასთან დიდი მადლობა გადაუხადა, ვთქვათ კიდევ ერთხელ საქართველოს ამ მონაწილეობისათვის და თუ არ ვცდები საქართველოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანა ან ერთ-ერთი, ეს არ ვიცი, თქვენ გავალოდებით აზუსტებას, რომელმაც გაზარდა ეს კონტინგენტი. ერთადერთი არაწევრი ქვეყანა არ?
ერთადერთი არაწევრი. დიახ. ვინც გაზარდა კონტინგენტი. ხო და მე ისევ რუსეთთან მიმართებაში მინდა მაინც გკითხოთ, რომ შესაძლებელია ვთქვათ, იმის სანაცვლოდ, რომ ვთქვათ რუსეთი ამ პოლიტიკას ეთანხმება, ხო და სტრატეგიას ღიად ვთქვათ ავღანეთთან მიმართებაში, ამის სანაცვლოდ ვთქვათ იგივე შეერთებულ შტატებს ან ვაშინგტონს მოსკოვმა მოითხოვოს რაიმე სანაცვლოდ ვთქვათ საქართველოსთან მიმართებაში. არა თუ შესაძლებელია ეს ამის და ბევრი სხვა რამის სანაცვლოდ მრავალგზის და საკმაოდ ღიად იქნა მოთხოვნილი ჩვენი მეზობლის და მტრისაგან არ მომერიდება ამ სიტყვის, იმიტომ რომ დღეს რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, ამ ტიპის გარიგება და პროგნოზები, რომელზეც მე ვსაუბრობდი ერთ წლის წინამდე არსებული იყო, სწორედ რომ ასეთი გარიგება შედგება. საბედნიეროდ ასე არ არის, როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყვნენ კომენტატორების ნაწილი, რომ მეტი ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე და ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ, რომ რიგ საკითხებში გვაქვს ჩვენი პოზიცია, სადაც ვთვლით, რომ მოკავშირეებს უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა გქონდეთ. ასეთი გარიგება არ შედგა და ეს დაფიქსირებულია და ეს არ შეიცვლება. ეს არნიშნავს, რომ მოდუნების უფლება გვაქვს, მაგრამ ყველანაირი პროგნოზით, ყველა სკეპტიკურითაც ეს არ შედგა და ეს არ მოხდება. სხვა შორის ეუთოს შეხვედრა ეუთოს მინისტერიელი რომელიც ეძღვნება რუსეთის ეგრეთ წოდებულ წინადადებებს, ეგრეთ წოდებულ ახალ არქიტექტურაზე ევროპაში. და იმისთვის, რომ თქვენ როგორც მირჩიეთ ადამიანურ ენაზე ავხსნათ, არსი ამ წინადადებების არის ერთადერთ რამეში, რომ განისაზღვროს ისე კარგად შეფუთულად გავლენის სპეციალური სფეროები. ანუ იქ არის ლაპარაკი, რომ მექანიზმი უნდა იყოს, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც მეორე სახელმწიფოს წარმოდგენაში უქმნის მის უსაფრთხოებას ზრდის მის საფრთხეს მისი უსაფრთხოებისადმი და ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ ნატოში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნების, რომელზეც რუსეთს არ უნდა. რომ დათანხმდეს. რეაქცია ყველა მოკავშირის, მათ შორის იმათი, ვინც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა და უფრო ღრმა თანამშრომლობის მომხრეა, არის ცალსახად სკეპტიკური და რუსეთს არ აქვს არანაირი შანსი, რომ ამ კონცეფციის ლეგიტიმაცია მოხდეს. ამიტომ ამ გარიგების საფრთხე არ არსებობს. აქ ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ აი ამ მომენტში, განსაკუთრებით იმ მომენტში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიყავით, როდესაც რუსეთს შეზღუდული აქვს პირდაპირი აგრესიის შემდგომი შესაძლებლობები საბედნიეროდ, მაგრამ ამავე დროს ზეწოლა არ არის საკმარისი, რომ ყისიერად ან ძალიან ახლო მომავალში ვაიძულოთ ისინი, რომ უარი თქვან აგრესიულ ნაბიჯებზე, იმაზე, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში. დაწყებული ამ სამართლიანი მუტაციებით, გაგრძელებული სხვა ტიპის დესტაბილიზაციის და მუქარებით, აი ამ პერიოდში საქართველოს შეინარჩუნოს თავისი სიმტკიცე, თავისი კურსი, ის რაც ეყრდნობა ჩვენ ისტორიულ ის კურსი, რომელიც ეყრდნობა ჩვენ ისტორიულ არჩევანს და გააგრძელოს საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაცია, რეფორმები როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და გაძლიერდეს და მუდმივად შეაწუხოს თავის მოკავშირეებით და მეგობრებიც იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას. რითაც ერთის მხრივ შეაკავებს რუსეთს შემდგომ აგრესიას ამ პოლიტიკით და მეორე მხრივ ყველა შემთხვევაში ნობაზეც გადის, თქვათ ეს გზა დღეს პრეზიდენტმაც ისაუბრა ამაზე, იგივე ავღანეთში ჯარებს გაძარცვა. თქვათ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ქვეყნის თავდაცვის შორის ერთ-ერთი კომპონენტი არის თავდაცვის უნარიანობა, მაგრამ არა ერთადერთი. საერთაშორისო პოლიტიკას აქ ეს ყველაფერი არის ერთად. ეხლა თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა და მინდა რამოდენიმე სიტყვით გამოვხმაო, რომ ამ საკითხს შეეხება ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ახალგაზრდების გაგზავნას. მე მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას დიდ ნაწილს ალბათ ეს ისედაც კარგად ესმის, მაგრამ უნდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავს და ყველას, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. იმიტომ რომ საქართველო არის ნაწილი სამყაროსი, საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ნაწილი და მიუღწევს იმისთვის, რომ საბოლოოდ დამკვიდრდეს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია და ამ სამყაროს უსაფრთხოება დღეს მნიშვნელოვნად წყდება ავღანეთში. ეს არ არის ამერიკის ან რაღაც ევროპის პრობლემა. ეს არის ყველა იმ ქვეყნის პრობლემა, რომელიც მიიჩნევს თავს ნაწილად ამ სამყაროსი. და სწორედ ამიტომ იქ ჩვენი ჯარისკაცების ყოფნა ჩვენ ნაციონალურ ინტერესებში შედის. გარდა იმისა, რომ ეს არის მათთვის ძალიან სერიოზული პრაქტიკა, თუმცა დაკავშირებულია დიდ საფრთხეებთან და ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და ეს მათ ყოველთვის უნდა დაუფასოთ. ამასთან ერთად პრეზიდენტმა ისაუბრა სპეციფიურ მომენტზეც და გავიმეორებ და ამაზე შევწყვეტ, რომ უნდა გვესმოდეს, რომ ის გამოწვევები და ის მწვავე გამოწვევები, რომელიც დგას თავისუფალი სამყაროს წინაშე და ეს პირველ რიგში ამის თეატრი არის ავღანეთი, ჩვენს გვიქმნის საფრთხეებს სხვა პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ სამყარო თავისუფალი სამყარო დაკავებულია იმ პრობლემებით, რომელიც ასუსტებს შესაძლებლობებს საქართველოს პრობლემებზე კონცენტრაციის. ჩვენ არა ვართ იგნორირებული, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა ნამდვილად და ამის მაგალითები მრავალია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ არ მოქმედებს. ამიტომ ეს არის ჩვენი არჩევანი და უნდა მივესალმოთ იმას, რომ ჩვენ გვყავს შეერაღებული ძალები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ
იმ ამოცანას, რომელიც საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი. გასაგებია და წარმატებები ვუსურვოთ. ჯარის კაცებს, ვინც იქ მიემგზავრებიან. მე მინდა გადავიდე შემდეგ საკითხზე, რამდენიმე თემა მინდა მოვასწრო თქვენ და თქვენ თავად ახსენეთ უთოში მიმდინარე შეხვედრები, სადაც იყო ძალიან აქტიურად საუბარი ისევ, რომ მისიის აღდგენა შესაძლოა ისევ მოხდეს. ხო, ამ შესაძლებლობებზე იყო საუბარი და აუცილებლობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისია ვიხილოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურად არის ეს შესაძლებელი თუ ფიქრობთ რომ რუსეთი თქვა ისევ არ დათმობს აქაც პოზიციებს. პირდაპირ უნდა ვთქვა, ხა შელამაზე ყისიერად მე არ მიმაჩნია შესაძლებლად, იმიტომ რომ გამორიცხავთ, ანუ ამის ისარდ. გამორიცხვა არ შეიძლება, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით და ძალიან მოქნილი პოზიცია გვქონდა, რათა ყოფილიყო უფრო მეტი საერთაშორისო დამკვირვებლების რაიმე რაოდენობაც კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ასევე თუ არა პარარი პანაცეა, მაგრამ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამცირებს რისკებს და საფრთხებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა დაბლოკა ეს ყველაფერი ორივე მიმართული, ორივე ამოცანის გამო. ერთი იმის გამო, რომ მათ არ სურთ, რომ ვინმე საერთოდ იყოს მოწმე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, იმ დანაშაულობების, რომელიც ისინი ჩადიან იქ, და მეორე, მათ აქვს დღის წესრიგი, რომ მოახდინონ ლეგიტიმაცია ოკუპაციის და ვაჭრობენ, უნდა ძალიან სუსტი მისია იმ ფასად, რომ მოხდეს ლეგიტიმაცია საოკუპაციო ნაბიჯების, ანუ მოხდეს არა მარტო გაყოფა მისიების, არამედ უფრო მეტიც არა პირდაპირ მაინც, თუ პირდაპირ არა, დაფიქსირება ახალი ბრჭყალებში რეალობის. ბუნებრივია, ამაზე არ მიდის საქართველოს და არასოდეს არ წავა და არ მიდიან მისი მოკავშირეები. ეს არის დღეს აქ არის ეს ყველაფერი გაჭედილი და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ მყარად დაცვას ამ პოზიციის და საქართველოს ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ამიტომ ყისიერად რუსეთისგან ამ საკითხში კაპიტულაციას არ უნდა ველოდეთ. ამ შეხვედრაზე ეს არ იყო დღის წესრიგის საკითხი, უბრალოდ მრავალმა ქვეყანამ ჩათვალა საჭიროდ თავმჯდომარეობის ჩათვლით, რომ კვლავ ეს საკითხი დაეყენებინა. მე არ მინდა რაიმე პარალელები ახლა საბჭოთა წარსულთან და ბუნებრივია არც გვაწყობს, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ჩვენი პრობლემები, რამდენი ხანიც გრძელდებოდა თავისუფალი სამყაროს ბრძოლა საბჭოთა ტოტალიტარიზმთან. თუმცა დრო დღეს დაჩქარდა და ამიტომ გვესმის, რომ დღევანდელი 1 წელი არის უფრო მეტი ვიდრე ეს იყო ადრე. მაგრამ ასევე გავიხსენოთ ისტორია, საბჭოთა კავშირი იყო პრობლემა და საფრთხე მთელი თავისუფლების სამყაროსთვის. მიუხედავად ამისა, მათთან რაღაც თანამშრომლობა გრძელდებოდა. პოლიტიკა რთული რამ არის და ზოგჯერ ეს საჭიროა და დღესაც ჩვენ ამას ვხედავთ. ამავე დროს გრძელდებოდა ბრძოლა და ყველა საკითხის დაყენება მუდმივად. ეხლა ბალტიისპირეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ბალტიისპირეთის ოკუპაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცივილიზებულ თავისუფალ სამყაროს არ უცნია. მუდმივად ამ საკითხს აყენებდა და ჩვენ ვნახეთ შედეგი ამ ყველაფრის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ზუსტი ანალოგია არც არის ამ შემთხვევაში და არც გვაწყობს. მაგრამ ზუსტად ამ პროცესში ვართ ჩვენ. ამ 1 წლის განმავლობაში ყველა ამ სკეპტიკური პროგნოზის მიუხედავად საქართველოს დგას ფეხზე, მას აქვს დიდი გამოწვევები და ძალიან დიდი საფრთხეები, აქვს მუდმივი წყლულები და ის სამარცხვინო კატაცებები ჩვენ მოქალაქეების და არასრულწლოვანების არის ამის ყველაზე უფრო ჭალებში კარგი, ცუდი მაგალითი, მაგრამ ამავე დროს ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო აგრძელებს ამ კურსს ნაბიჯ. და ამავე დროს ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყისიერი საფრთხე ღია აგრესიის შემცირებული არის თუ არა განეიტრალებული. ამ კონტექსტში მინდა ზუსტად კითხო, თქვენ ახლა საფრთხების შემცირებაზე საუბრობთ და რისკების, თქვა იგივე მოსახლეობის მხრიდან ადგილზე და ასე შემდეგ ეს მისიებს ეხებოდა, მაგრამ თბილისში უკვე მოყვა ძალიან ხმამაღალი პროტესტი ამ საფრანგეთის გადაწყვეტილებას მიჰყიდოს რუსეთს სამხედრო გომი მისტრალი არ უნდა ბოლცახელი შემეშალოს. რასაც მოყვა რუსეთის პრემიერის განცხადებაც, რომ აღნიშნულს გემს რუსეთი გამოიყენებს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის. ანუ როგორ უნდა გავიგოთ ეს განცხადება და იგივე საფრანგეთის გადაწყვეტილება მესმის, რომ თქვენ საგარეო უწყების წარმომადგენელი ხართ, ეცდებით ალბათ რომ უფრო დიპლომატიური იყო, თუმცა მოვისმინეთ ძალიან ღია განცხადებები, იქ გაბაშუმა თქვა, რომ მორალს მოკლებული პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული, ძალიან ეს განცხადებები გაკეთდა. თქვენი რეაქცია როგორ იყო? ცალკეულ განცხადებებზე ამა თუ პოლიტიკოსების. კი ბატონო, გადაწყვეტილებაზე თქვა საფრანგეთის. სრულად არ მიკვირს რუსეთის პრემიერის განცხადება, რასაც გამოიყენებს, გასაგებია ეს ყველაფერი. და სამწუხაროდ ცნობილია მათი სამიზნე. ღია მინიშნება არის თუ არა? მათი სამიზნე. ამაზე ბევრად უფრო ღია მინიშნებებს აკეთებენ ახლა რუსეთის პოლიტიკის ნაწილი და საქართველოს სახელმწიფოების შერყევის და საზოგადოების დაშინების ნაწილი არის მუდმივი განცხადებების გაკეთება, მაშინაც კი როცა საფრთხე რეალურად მათი განხორციელების მცირეა, მაგრამ ამ სტრესში ამყოფებენ ქართულ საზოგადოებას სწორედ და მათ შორის ჩვენ მოკავშირეებსაც რომ მუდმივად დაგვაჭირონ რომ იქნებ გაიტანონ თავისი, რასაც ვერ მოახერხებენ. რაც შეეხება ჩვენი მოკავშირის ამ შესაძლო გადაწყვეტილებას, აქ არ არის დასამალი, ჩვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე ღიად ისაუბრა ყველა დონეზე კონტაქტისას რაც შედგა ამ ბოლო პერიოდში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ასეთი ნაბიჯი თუ კი ის გადაიდგმება, იქნება მიუღებელი და იქნება ცდარი არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში,
და არა მარტო იმიტომ რომ საფრანგეთმა დიდი როლი შეასრულა რუსული აგრესიის დროს როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ და შესაძლებლობის გარანტორი და ამავე დროს დღესაც ითხოვს, რასაც ჩვენ ვაფასებთ. და მკაფიოდ. მაგრამ ამავე დროს ეს იქნება ძალიან მცდარი სიგნალი ზოგადად ამ ტიპის ქმედების შესაძლო ახალისებისთვის სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით, არ მარტო საქართველოსთან მიმართებაში. თუ ერთ წელიწადი გავიდა სულ მას შემდეგაც რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, განახორციელა აგრესია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არ არის ეკონომიკური კრიზისი და ყველა სუვერენული ხელისუფლების, დემოკრატიული ხელისუფლების წუხილი და გამოწვევა არის ამ კრიზისის დროს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. გასაგები ეს ლეგიტიმური პრობლემაა, მაგრამ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნება სერიოზული პრობლემა უსაფრთხოებისთვის, რეგიონული უსაფრთხოებისთვის. შესაძლებელია ამ თვალსაზრისით თქვა რაღაც გარკვეული გარანტიების მიღება, არ ვიცი საფრანგეთისგან, არ ვიცი რუსეთისგან, იმის შესახებ რომ თქვა ისინი არ გამოიყენებენ ამ სამხედრო ხომალდს საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთისგან, რაიმე საფრანგეთისგან ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. არა, მეუბნები იქ ჩაიდოს თქვა რაღაც ხელშეკრულების სახით არ ვიცი რომ არ მინდა სპეკულირება საფრანგეთს და რუსეთს შორის მიმდინარე რაიმე მოლაპარაკების ამბები. ხო, ამის გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ეს მაინტერესებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სერიოზული შეშფოთების საგანი და ეს არ არის მარტო საქართველოს პოზიცია, ბევრმა ნატოს წევრმა ქვეყანამ მოკავშირემ, რომელსაც არანაირი ეჭვი და არც ჩვენ საფრანგეთის მეგობრობაში საქართველოსთან იმ ხარდაჭერაში, რომელიც საფრანგეთმა გამოხატა და გამოხატავს დღესაც ყველა თითქმის პრინციპიალურ საკითხში და განსაკუთრებით ყველაზე უფრო გვიჭირდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეშფოთების საბრძოლო ეს იქნება სერიოზული შეცდომა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ მივიდეს ყველა ჩვენ მოკავშირემდე. კარგი და ბოლო კითხვა მინდა დავსვა ტირზისიდან გათავისუფლებული ბავშვების და საერთოდ ამ ასე ვთქვათ ინციდენტი თუ რა შეიძლება დავარქვათ ამ ფაქტის შესახებ მე უბრალოდ თქვენი შეფასება მაინტერესებს როგორ ფიქრობთ იყოს ერთგვარი ერთვიანი განგაში თუ შეიძლება ესე ითქვას ხო საერთაშორისო საზოგადოებაში ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მხრიდან მაგრამ ბოლოს მოხდა ისე რომ თქვა ჩამოვიდა ჰამერბერგი და ორი მოზარდი გაათავისუფლეს და მან პირობა დადო რომ 10 დღეში მოხდება თქვა დანარჩენი ორის გათავისუფლება თქვენი შეფასებით იყო ეს აი ამ გააქტიურების და თქვა ამ განგაში შედეგი თუ იმისი რომ თქვა ძალიან ღია კრიტიკა გაისმა ჰამერბერგის მისამართით და თქვა სწორედ ამას მოყვა ეს რეაგირება რომ ეს ჩამოვიდა და სასწრაფოდ მოხდა ამ ბავშვების გათავისუფლება მადლობა უნდა უთხრათ ყველას პაჩურის ბატონ ჰამერბერგს ვინც წვრილი შეიტანა ამ ორი ახალგაზრდის განთავისუფლებაში და აგრძელებს ამას ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას თუ ჩვენ მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელობას თუ პოლიტიკურ ორგანოს ვინც აგრძელებდა ამ განგაშის ზარის მასას თქვა და ამ წნეხს რუსეთზე მე ვთქვი ერთხელ უნდა გავიმეორო კიდე რომ ჩვენ ვთვლით რომ ეს წნეხი არ არის საკმარისი კერძოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვაფასებთ იმას ვინც ამას აკეთებს და ეს რაღაც თვალსაზრისით ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში პირდაპირ მოვალეობაც არის მათი ხო სწორედ ეს მოვალეობა შეახსენეს მაშინ ჩვენ ვთვლით რომ მე ვთვლი რომ ყველასთვის აღკარაა რომ ეს მოტაცებები და დაკავებები არის ნაწილი პოლიტიკის ეს არ არის რაღაც ცალკეული ინციდენტები ეს არის ნაწილი პოლიტიკის რაც უკვე ვისაუბრე ამ გადაცემაში რათა ქართული საზოგადოება იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ იყოს ფსიქოზური ეს თვითარება და იყოს მე რაღაც ჭყალებში გამოსავლის ძებნისკენ მითები ხა ზოგიერთ მარგინალური მოღვაწისგან ჩვენ გვესმის ხოლმე ეს რომ აბა რაღაც ხო ხედავთ რა დღეში ვართ რაღაც უნდა ვქნათ ხარმილია ამას დაუბრუნდე ამიტომ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი პოლიტიკა არის ჩემს ის რასაც ჩვენ ვცდილობთ ყველანი ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ის რომ აი ამ წნეხის შექმნის ფასი რუსეთისთვის იყოს ძალიან დიდი უფრო დიდი ვიდრე ის ეფექტი რის მიღწევაც მათ ვერ შეძლეს ანუ ის ეფექტი რასაც ჩვენ ვხედავთ მივესალმებით ამ ორი ახალგაზრდის განთავისუფლებას გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ძალიან მალე ის დარჩენილი ორი ახალგაზრდა იყოს სახლში ბუნებრივია პრიორიტეტი არის არასრულწლოვანი მაგრამ იქ არის სხვა დაკავებული საქართველოს მოქალაქეები და გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა იმ ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება, რათა ეს ადამიანები იქნեն განთავისუფლებული და ამასთან ერთად ამ პრაქტიკის ფასი მოუსპოთ, ეფექტი მოუსპოთ საოკუპაციო ძალებს, რათა ეს პრაქტიკა შეწყდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიტიკა ყველანაირი მოღვაწის მიმართ შეიძლება გაისმას, ზოგჯერ შეიძლება ის იყოს საფუძვლიანი თუ საფუძვლო, ჩვენთვის თავი არის შედეგი და ჩვენთვის თავია რომ ჩვენს მტერს აღარ ქონეს შესაძლებლობა რომ ამ მეთოდით საფრთხე შეუქმნას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და მათ უფლებებს. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე და ამით დავამთავრე თუ რამე კითხვა არ იქნება რომ ყველა პრობლემის მიუხედავად განსაკუთრებით ახლა როცა იმ ადამიანების ოჯახში შეეხება ის შვილიც თუ ახლობელიც იქ არის გასაგებია როგორც იმედგომარეობის შეგრძნობენ თავს
ყველა მცდელობა რომ ჩვენ რაღაცნაირად შეგვარყიონ და გადაგვახედინონ ამ ყველაფერს და თქვენ რომ აი რახან არაფერი არ გამოდის თქვენ თვითონ მყისიერად არ გვაქვს შედეგი მიუხედავად გარდაჭერისა. მოდი სხვა რამე ვცადოთ. ეს სხვა რამე არ არსებობს, იმიტომ რომ სხვა რამე არის უარის თქმა იმაზე, რისთვისაც ამდენი ხანი, ამდენმა თაობა მიწვალა. ამიტომ ეს არც განიხილება ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობ და შეიძლება სხვა დევნებს ქონათ განსხვავებული აზრი ამაზე და გვესმის ხოლმე კრიტიკა. ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება. საქართველოს გააგზავნებს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ, ნატოსკენ, თავისუფალი სამყაროსკენ. საქართველოს მანამ სანამ რუსეთი უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოებას, ჩვენ მოქალაქეებს და აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები რუსეთთან ისაუბრებს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატში, ჟენევაში, არ დარჩება მარტო და გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთისთვის ძალიან ძვირი დაждდეს მინიმალური შელახვაც კი საქართველოს მოქალაქეების უფლებების. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რამდენიმე წამში ჩვენ სწორედ ეს გათავისუფლებული ბავშვები შემოგვერთებიან გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე იქნებიან რამდენიმე წამში ამ სტუდიის სტუმრები. ერთვიანი ტყვეობის დასასრულიდან მძევლად დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი. რატომ ვერ მოხერხდა 4-ვე მოსწავლის გათავისუფლება და რა პირობას დევს ევროპელი უფლებათა დამცველი? შედეგი ასეთია: ორი ახალგაზრდა უკვე დაუბრუნდა ოჯახს, ორს კი 10 დღეში გაათავისუფლა. რა პირობებში იმყოფებოდნენ ცხინვალის ციხეში 14 წლის მოზარდები და რას აბრალებდნენ ტირძნისელს სკოლის მოსწავლეებს? უბრალოდ წაგვიყენეს ლიმონკების თარება. არა, ჩვენი ჩაგვიდო. პირველად ვცემის. მე ციხეში რო ჩაგვიყვანეს არავის ხმა არ მოუღო. კეთი აღარავის დაუგარი. რასყვებიან ცხინვალიდან დაბრუნებული მოზარდები. ყოფილი მძევლები გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბაძე ერთვიანი ტყვეობის დეტალებზე პოზიციაში ისაუბრებენ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და წარმოგიდგენთ ჩემს ორ სტუმარს ერთვიანი ტყვეობიდან დაბრუნებული გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბაძე გვეწვიან დღეს სტუდიაში. ისინი საგანგებოდ ჩამოვიდნენ, ასე ვთქვათ, შიდა ქართლიდან თბილისში და საკუთარი სოფლიდან. დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩემს გადაცემაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აინტერესებს, როგორი იყო ეს ერთვიანი ტყვეობა, ასე ვთქვათ, რა პირობებში იმყოფებოდით, იქ ჩართული იყო ალბათ იცით ხელისუფლება, რა ვიცი, მოსახლეობა, ყველა ყურადღებით ადევნებდა თვალს თქვენი ყოფნას, აღარ ვლაპარაკობ საერთაშორისო საზოგადოებაზე, ამიტომ ვალდებული ხართ მოგვიყვეთ, როგორი იყო ეს ერთვიანი ტყვეობა, ასე ვთქვათ, გილოცავთ, რა თქმა უნდა, გათავისუფლებას და მოდი დავიწყოთ, როგორც დაიწყო ეს ისტორია. პირველ რიგში დავიწყოთ გიორგი თქვენგან, სულ ერთია პრინციპში, რომელი მოყვებით, როგორ დაგაკავეს, სად იმყოფებოდით და ვინ წაგიყვანეთ ცხინვალში? ანუ იყო ეს ოსური მილიცია, რუსი ჯარისკაცები, ანუ ეს ოკუპანტები, თუ აი როგორ მოხდა თქვენი აყვანა? საზღვართან ახლოს დაგვაკავეს ოსურ მილიციამ, წაგვიყვანეს კაპეზეში. რა მოტივით აგიყვანეს? რო აგიყვანეს, რა გითხრეს? რა გითხრეს, საზღვართან გადმოდიოდი თუ და აგვიყვანეს მომდით. და თუ არ ვცდები ბრალდება იყო, რაღაც თითქოს ჩანთაში გედოთ ასაფრთხებენ ნივთიერებში. არა, ეგ. ხო, ეს როგორ უფრო დეტალურად რომ მომიყვეთ რა, ანუ? კი, თვითონ ჩვენ უბრალოდ გქონდა საჭმელები. ეს წავიდეთ. უნდა გვექეიფა მინდორში რა. შეიგეთ საჭმელები ელანგა რაღაც და რო წაგვიყვანეს შემდეგ ისევ უკან წამოვიდნენ ჩაალაგეში რაღაცეები და წამოგვიყვანეს თან ჩვენ. ეს კაპეზიდან რო წამოგვიყვანეს, ამან უთხრა რა ჩანთა გვაქვს მეტი არაფერი, იარაღი გააქვთ თუ მაგას გვეუბნებოდნენ რა. კაპეზიდან დილით წამოგვიყვანეს მე და ბუჩუკური ვიქტორი, რომელიც ამჟამადაც ტყვეობაში იყო, ორი მეგობარი იქ არის. წამოგვიყვანეს და რაღაც პაკეტი წაიღეს, რაღაც არ ვიცი რა წაიღეს, ეს ლიმონკები ალბათ რა. და ვილისში დაგტოვეს, ბორკილი დაგვადეს და ჩავიდნენ იმ ადგილამდე და ამოვიდნენ და ვერ ვიპოვეთო რა, ეს ცელოფანი აღარ ეჭირა ხელში პარკი რა. მე ჩავედი ჩვენ და ჩანთა როგორც იყო ისე არ იყო და თან დიდად იყო, უფრო გაბერილი იყო რა, იყო ასე რაღაცა. ანუ ჩააწყო შიგეს. კი, და რო გადმოყარე, საჭმელი გადმოიყარა და ეს ლიმონკები რა რაც იყო რა ჩაალაგეს, ტროტილი და და არ უთხარით რომ თქვა 14 წლისები იყავით თქვენი ასაკი? კი, ასაკი უთხარით. რომ იყავით საკეიფოთ როგორც თქვენ ამბობთ მინდორში ვთქვა, ანუ არ უხსნიდით ამას მათ? კი, უხსნიდით, მაგრამ ხა იმათ ტყვეთა გვიყვანეს ჩვენ და არ აინტერესებდათ ეს იმათ აგვიყვანეს მართლა. თავიდან 4-ვე ერთად წაგიყვანეს თქვა, თუ ესე დაგაცალკევეს? არა, 4-ვე ერთად წაგიყვანეს თქვა, იმ წინასწარ დაკავეს იზოლატორში. მე ცხინვალის ციხეში როგორ მოხვდით? იქიდან გადაგვიყვანეს და შეგვიყვნენ რომ ეს 3 დღეო რა იქნებითო დროებითი თავშესაფარიაო და 3 დღის მერე გაგიშვებთ. და როგორ გექცეოდნენ? ყველას აინტერესებს რა პირობებში იყავით ტყვეობაში?
პატიმრები არა, გულისხმობ ჯერ ესეც საინტერესოა სხვა შეხება, მაგრამ ხო თვითონ მილიცია როდესაც გადაყავდით ციხეში არის წინასწარ და თუ იყო ფიზიკური შეხება, თქვა და მისმენთ კომენტარებში ერთ მომენტ იქცემეს კიდე თვითონ კაპეჟეში რო ჩაგვიყვანეს ფიზიკური შეხება იყო იქ, მაგრამ მეორე დღეს გადაგვიყვანეს ციხეში რა. იქ ყველა კარგად გვექცეოდა, ზედმეტს არ ამგვეუბნებოდა პირიქით პატივს გვსცემდნენ რა. ანუ იქ ხო თქვა ცხინვალის ჩიმცხოვრები ადამიანები ისხდნენ, ხო, დოსიეროვნების ადამიანები. ქონდათ საშუალება რაღაცა ამ მოვლენებზე გესაუბრათ, თქვა რაც ხდება ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაღაც იყო ესეთი თემები იმ პატიმრებთან, თქვა, იმიტომ ხო იცო გაიგეს, რომ თქვენ თქვა აქეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყავით, თქვა. კი, ისინი თვითონ ოსი პატიმრები ჩვენ გვამხნევებდნენ, რომ ნუ გეშინიათ მალე გაგიშვებინო. და ის სამხედროები თვითონ ხო ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ციხეში რო ჩაგვიყვანეს უკვე იქ არც სამხედროები და არც პატიმრები, პირიქით პატიმრები პერედაჩი რომ მოდიოდათ ნახევარზე გვიყოფდნენ ხოლმე. თუ კი რაიმე ქონდათ, შემოქონდათ ხოლმე ჩვენთან და გვაძლევდნენ. და რამეს თუ გთხოვდნენ, აი რაღაც მოთხოვნა თუ იყო მათი მხრიდან, რომ თქვენ რამე დაგეწერათ, არა, გულისხმობ ისევ აი ამ მილიციას ან სამხედროებს. კი, რა რა, ხა აი მაგალითად რო ეუბნეოდით, რომ რამდენი წლის ხარ, სადაური ხარ, ეთყოდით 14 წლის ტირდელი, 3-4 ფურცელს შეახსოვდნენ, მე ისე გვეკითხებოდნენ, რა წერდით, არ ვიცოდით რა. და თქვენ ხელი მოგაწერდეს იქ რამე კი, ხელი მოგაწერეთ და გვითხრეს, რომ ეს იმისთვის არის შესებული, რომ მალე გაგიშვეთ და ეგ იმისთვის ყოფილა ხელის მოწერა, რომ ლიმონკები მართლა გქონდა. ანუ თქვენი ბრალდება და გადასტურებინეს რაც ხო ჭარბი. უბრალოდ ისინი წერდნენ, ჩვენ არაფერს ჩვენ გვეგონა მართლა გაგიშვებინე თავიდან რა. რა ენაზე წერდნენ ისინი? რუსულად. რუსულად. და თქვენ იცით თქვა რუსული, ანუ გესმოდათ მე ის თუ არც არავინ გაჩვენეთ. ხო, კი ვიცი, მაგრამ აზრის გამოტანა თარგმანი არის. და ვინ მოახერხა თქვენი მონახულება, მეტყვი აქ სულელდებოდნენ თქვენ შესახებ ინფორმაციას, კარგად იყავით, ცოცხლები იყავით, არ იყავით და იყო რამდენიმე შემთხვევაში ორჯერ თქვენი წერილიც კი გამოიტანა, ხო, თქვა ხან წითელი ჯვრის, ანუ ვინ მოახერხა თქვენი მონახულება და თქვა რას გეუბნებოდნენ ისინი? წითელი ჯვარმა შემოდიოდნენ, რომ რაღაც როდის გაგათავისუფლება. კი, წითელი ჯვარმა გითხრა, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით თუ განთავისუფლებაზე, რომ ჩვენ მარტო ეს წერილები და რაღაც, მაგრამ იმედი გვაქვს მალე გაგათავისუფლებენო. მე გამომძიებელიც მოვიდა თვითონ იქ ოსი რა. გითხრა რომ მალე გაგიშვებენო, ნუ გეშინიათო და შემოდიოდნენ რა და ისინი ზრუნავდნენ, რომ ჩვენ მშობლებისგან წერილები მიგვეღო, ჩვენგანაც მშობლების წერილები მიეღო და აი ასევე გვეუბნებოდნენ, რომ თუ რამე დაგიშავესო, თქვენო გაქვთ უფლება მოითხოვოთ სხვა ციხეში გადავა. ანუ ქონდათ იმედი, რომ მართლა მალე გაგათავისუფლებდნენ, თუ გეშინოდათ ახლა ეს შიში შეიძლება ისეთია, მაგრამ არ ვიფიქრობდით, რომ შესაძლოა იქ რაღაც რა ვიცი, წლები ან ორი წელი ყოფილა. ხელს რო ვაწერდით, კიდევაც შევეკითხეთ გამომძიებელს, რაზე ვაწერთო ხელს რო, მაგრამ გითხრა რომ ზევით განყოფილებაში წაგიყვანთო და იქ გეტყვითო რა. არ წაუყვანი ვართ იქ სასამართლოში ჩატარ და მე გავიგეთ სასამართლოზე რაც ეწერაში. და რო გაგათავისუფლეს რა გითხრეს, ანუ ვინ შემოვიდა და გაცნობათ ეს, თუ თქვათ ის ევროპელი უფლებათა დამცველი იყო თქვენ ამ ამერბერგი ჩამოსული სასამართლოზე წაგვიყვანეს და იქ იმას ქნეს. გაგვათავის სასამართლოზე წაგვიყვანეს. ანუ გადაწყვეტილება გაგაცნეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება და გაგაცნეს გადაწყვეტილებაში მიიღეს, რომ ჩვენ არასრულწლოვანები ვიყავით როგორც 14 წლისები და ისინი იყვნენ 16 და 17 წლის რა იქ რუსეთის წესით არიან, ეგრეთ 17-16 წლის უკვე სრულწლოვანია რა. ისინი დაიტოვეს ჯერჯერობით და თქვენს რომ 10 დღეში გამოუშვებთო ეს წელი მიუსაჯეს. 10 დღეში გამოუშვებთო. როგორ პირობებში დატოვეთ თქვენი მეგობრები? პირობები კარგი იყო, ყველა პატივისცემდა, საჭმელი რამე არ აკლდებოდათ, რაც უდოდათ. ანუ აღარავინ აღარ ცემს მათ არაფერი, თქო საფრთხე არის, ხო? და ჯანმრთელობის მდგომარეობა თქო როგორია? კი, არის ის ექიმი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ფიტოების ანთება ქონდა აქედან რო წავიდა. ხო, საუბარი იყო წამლებს ითხოვდნენ და რომელი იყავით თავად თქვენ თუ თქვათ იმ ორი. მას რა ვიცი, რაღაც სუკრუპი აქვს გადატანილი, მე მგონი თუ რა, ეგეთი მაგრამ. და ანუ თქვათ მას ჭირდება რა. ხაერობა აქ ხომე რა. კარგი და ბოლო კითხვა პრინციპში გასაგებია რომ გადმოხედოთ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მაგრამ 10 დღეში ეს პირობა დადო თქვათ ჰამერბერგმა, ამ ევროპელმა დიპლომატმა, თქვათ ეროსაჭრელს ადამიანის უფლებათა დამცველმა და თვითონ იქ დაგფირდნენ თქვენ რომ 10 დღეში გამოუშვებთ, თქვენ ვინმე გითხრათ, იმიტომ რომ ველოდოთ თქვათ 10 დღეში მათ გათავისუფლებას თუ შესაძლოა რომ კი, გითხრათ, ადვოკატმაც გითხრა რომ 10 დღეში გამოუშვებთ და ადვოკატმაც გითხრა რა 10 დღეში ჯერ იყო ჩვენ რომ გამოვიდით მეორე დღეს გამოეშვა წესით ისინი რა, მაგრამ გითხრა რომ თუ მეორე დღეს არ გამოუშვესო 10 დღეში აუცილებლად გპირდებით რომ გამოუშვეთო. ჩვენ იმედი გვაქვს რომ გამოუშვებენ რა. და რა დაგაბარეს თქვენმა მეგობრებმა, რომლებიც იქ დარჩნენ და ახლა ყველა ელოდება მათ გათავისუფლებას. მშობლებთან მოკითხვა. და შო? მორჩა მეტი არ კი, მშობლებთან მოკითხვა და
დახმარება რა, იქ თქვით რომ დაგვეხმარონო რა. ხო, რა თქმა უნდა. კი, დახმარება უნდათ იმათაც. კარგი და თქვენ ჩვეულებრივად უნებრივია ტიზნიში განაგრძობ ცხოვრებას, როგორ დახვდნენ თქვენი თანასოფლელები, მეზობლები იყო დიდი ზეიმი, რომ გამოხვედით თქვა და ხართ ახლა დიდი ზეიმი მაშინ იქნება დიდი ზეიმი, როცა ისინი გამოვლენ ერთად უფრო კარგად. ხო, ანუ მაინც მეგობრების მოლოდინში ხართ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება გქონოდეთ თქვენს საცხოვრებელ ადგილას. გიორგი რომოლაშვილი და ალეკო ცაბაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, რომლებიც ერთთვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულები არიან და ისინი საბედნიეროდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და სახლებს. ახლა ორი მქართველი მოზარდის გათავისუფლებას ელოდება ყველა. მოზარდების გათავისუფლების მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ერთ-ერთი დეპუტატი, ერთ-ერთი მონაწილე იყო გია თორთლაძე, მან რუს ოკუპანტებს სანაცვლოდ ბავშვების სანაცვლოდ ციხეს ჩაჯდომას კი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო მათგან. ის დღეს ჩვენი გადაცემის მორიგი სტუმარია. ბატონო გია, საღამო მშვიდობისა და პირველ კითხვას ბუნებრივია სწორედ აი მიმდინარე მოლაპარაკებებზე დაგისვამთ. ვისთან აწარმოებდით თქვენ საუბარს, თქვათ აი მოზარდების გათავისუფლებაზე, ანუ იქ ხშირად ხედავდნენ პირობით საზღვართან ჩასულს და რას ამბობდნენ ისინი, ანუ რატომ არ თანხმდებოდნენ ამ მოზარდების გაშვებას? და თქო ორი კიდევ დარჩა იქ ხო ტყვეობაში. პირველ რიგში მე მინდა დავადასტურო და თქვა კიდევ ერთხელ მე რამდენად უკვე არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უკანონო დაკავება, აბსოლუტურად უკანონოდ ყავდათ დაკავებული და საერთოდ გაუგებარია როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე გაასამართლოს საქართველოს მოქალაქეებივე რუსეთის ფედერაციის სისხლისამართლის კოდექსით, რაც შეეხება ну ეხლა არასრულწლოვნებს და იმ ფაქტს რომ ჩაუდეს ნამდვილად ის ასაფეთქებელი ნივთიერებები რაც ჩაუდეს ეს ყველა ვიცი. კი ეს ბავშვებსაც მოყვნენ. დიახ რა აქედან გამომდინარე მე იმ პერიოდში ზოგადად გავაკეთე განცხადება მოვიწვე ბრიფინგი სწორედ თელეგრამის საგუშაგოსთან და ასე ვთქვათ ტელეფონის საშუალებით დამეხმარა მასში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მოახერხეთ დაკავშირება საგუშაგოს მეორე ნაწილთან შევხვდნენ ორი ადამიანი მე ხა მათი არც სახელი ვიცი არც გვარი მართალი გითხრათ უბრალოდ ერთი ვიცი რომ იყო სასაზღვრო ჯარების ასე ვთქვათ ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეორე არ ვიცი ვინ იყო სამხედრო ფორმაში იყო ისიც მათ გადავეცი წერილი სადაც რომლის შესახებაც თუ მე შემიძლია ორი სიტყვით გითხრათ რომ მე შევთავაზე პირველ რიგში შევთავაზე უპირობო განთავისუფლება ბავშვების ჩემით ჩანაცვლება ან ჩემი იქამდე დარჩენა მათთან ერთად სანამ ბავშვები არ განთავისუფლებულიყვნენ. ნუ ამ და რა იყო მათი პასუხი? პასუხი იყო რომ მე ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვით და წაიღეს ასე ვთქვათ ეს წერილი. ნუ წერილი მანდ-მაინც არ შეამოვნათ, იმიტომ რომ იქ პირდაპირ ღიად მიმართავდი მე საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობას და წერილი ვაფიქსირებდი რომ ისინი არიან ოკუპანტები. ამიტომ მთელი დღე ღამემდე, გვიან ღამემდე, ფათაშორის ძალიან ბინზური ჭორები ვცელდება, მე არ ვიცი ვინ არცელებს ამას, მაგრამ არც კი დაუცადაო იქო და წამოვიდა ეგრევე ჩვენ გვიან ღამეს წამოვედით იქიდან მთელი ღამე, მთელი დღე და ეს დღისით მოხდა ბრიფინგი და ღამის 10 საათი იყო დაახლოებით წამოვედი. ნუ პასუხი ვერ გადაწყვიტეს, ანუ პასუხის მოცემა, იმიტომ თქვენს რომ პასუხის გამცემები არ არიან ამჯერად ტერიტორიაზე. ნუ ეს გაგრძელდა ასე ვთქვათ 20 დღის განმავლობაში, მე დაახლოებით 6 თუ 7 ჯერ თხოვე იგივე გზით დავკავშირებოდი, მაგრამ პასუხი ერთ იგივე იყო, გადაწყვეტილების მიღება ასე ვთქვათ არ ხდებოდა. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მოხდა დაკავშირება ისევ იმათი მხრიდან ტელეფონით და თქვენს რომ აი იმ პერიოდში აპირებენ ბავშვები მე არ ვიცოდი ხა არ მინარიცოდა ეგ ორი ბავშვის განთავისუფლება მოხდებოდა თუ 4-ის. და ნუ ჩავედი და დილიდან იქ ვიყავი, მოკლედ საღამო გვიან ღამე მოხდა ეს, რა თქმა უნდა, იქ დაიდგა იქ სპექტაკლი, რომ სასამართლო ჩატარდა და ასე შემდეგ, მე ხომ დეტალებზე აღარ შეგაცნო. ხო და ცნობილია პრინციპი საზოგადოებისთვის, როგორ მოხდა მათი და გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე განთავისუფლეს. ბატონო გია, მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე დეტალი, რომ საქმე ნახევრად არის გაკეთებული. ამაზე მინდა ზუსტად კითხვა დაგისვა, შეგაწყვეტინებთ უკაცრავად და მე თქვენ განაგრძეთ. როგორ ფიქრობთ, ზოგადად რომ არ ჩამოსულიყო ეს ევროსაბჭოს უფლებათა დამცველი, ვთქვათ, ამერბერგს გულისხმობ, მოხდებოდა ამ ბავშვების გათავისუფლება და შესრულდება თუ არა ის პირობა, რაც ვთქვათ, ამერბერგმა დატოვა, რომ ამ დღეში ეს ბავშვები უნდა გაათავისუფლონ. თუ უნდა ველოდოთ, ვთქვათ, სეპარატისტების მხრიდან კვლავ ამ პირობის შეცვლას. ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. თქვენი მოსაზრება ყავს და პოზიცია. მოხდებოდა ვერ გეტყვით, თუმცა მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ
ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა ხამერბერგმა ბავშვების განთავისუფლებაში, ლომის წვლილი შეიტანა და დიდი მადლობა მინდა მას ამისთვის გადავუხადო. რაც შეეხება პირობის შესრულებას, ახლა ხამერბერგი ვერ იქნება გარანტი იმისა რუსების პირობებისა, იმიტომ რუსები პირობას თავის პირობას სრულიან დღეში 10 ჯერ, ამიტომ რა მოხდება არავინ არ იცის, თუმცა უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ 10 დღეში ისინი შეასრულებენ პირობას და ბავშვებს გამოუშვებენ. მე 10 დღეში ისევ ვიქნები ზუსტად იმ ადგილას, იმავე საგუშაგოზე და დაველოდები მათი პირობის შესრულება და ისევ შევეხმიანებით და ასე ვთქვათ, მე მივიღებ ისევ ამ პროცესში მონაწილეობას. რა გამოვა და რა იქნება, რა ვიცი, ძალიან ძნელია. ბატონ გია, ცნობილია რომ ქართულმა მხარემაც გაუშვა ოსიეროვნების დაკავებული პირები, ითქვა ესეც. ანუ პირველ რიგში მაინტერესებს რა შტაბ-შტაბა დაგჭირდა, თქვა, ამიტომ აიყვანეს ეს ბავშვები სპეციალურად, რომ შემდეგ მომხდარიყო, თქვა, ოსიეროვნების დაკავებულების გათავისუფლება, თუ თქვა, ეს იყო სხვა მიზანი და მორიგი პროვოკაცია და ასევე ვინ იყვნენ, თქვა, ისინი, ვინც გავათავისუფლა ქართულმა მხარემ და რა შეედებათ მათ ბრალი. თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? მე ესე დეტალური ინფორმაცია არ ვიცი, ვის რა შეედებოდა ბრალი, თუმცა ვიცი, რომ სხვა დაკავებული იყვნენ. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბავშვების გარდა იქ არის კიდევ 9 ადამიანი, რომელიც დაკავებულია. და ამ შემთხვევაში თავიდან პირველ ეტაპზე მე სხვადასხვა რამოდენიმე მოლაპარაკებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, იქ იყო მიცვალებულების გადმოსვენება, იქ იყო 95 ძევლის განთავისუფლების ომის პერიოდიდან დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ხდებოდა. იქ იყო მე 7 ადამიანის განთავისუფლებაზე საუბარი, იქ იყო კიდე 6 ადამიანის განთავისუფლება, მოკლედ ბევრ მოლაპარაკებებში, მაგრამ თავარი გახლავთ ის, რომ მათი, ასე ვთქვათ, პირდაპირი ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პირდაპირ ახორციელებენ მოტაცებებს, ეს არის, ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმა, ადამიანის გატაცება. ახერხებენ ამას და რაც თავარია, მე მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საქართველოს ციხეებში არიან კრიმინალები, რომლებიც სხვადასხვა დროს არიან გასამართლებულები და მუდმივად თხოვლობენ მათ განთავისუფლებას. რაც შეეხება ახლა უკანასკნელ შემთხვევას, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბავშვების გარდა იქ არის კიდევ 9 ადამიანი, რომელიც უნდა გვახსოვდეს მუდმივად და არ შეიძლება ამ ადამიანების დავიწყება და ამ ადამიანებზეც უნდა მუდმივად საუბრობდეთ. 10 დღის შემდეგ გამოჩნდა 10 დღე აღარ დარჩა უკვე გავიდა 2 დღე, მესამე დღეა დღეს უკვე. ფაქტურად ერთ კვირაში უკვე უნდა მოხდეს მათი განთავისუფლება. 7 დღეში წესით დაპირების ამბები რომ ეს უნდა მოხდეს ეს განთავისუფლება, ნახოთ, დაველოდოთ მოვლენას. კარგით, მადლობთ ამ თემაზე საუბრისთვის, ბატონ გია, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მე მინდა რომ მაინც არჩევნების თემა შევეხო, იმიტომ რომ გადაცემის შემდეგ ნაწილში ამ თემაზე მაინც ვისაუბრებთ. თქვენ ამერის არჩევნებზე წამოყენეთ თქვენი კანდიდატურა დავით იაკობიძეს გულისხმობ, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, ანუ რამდენად აღმოჩნდება თქვენი შეფასებით თქვენი კანდიდატურა კონკურენტუნარიანი? ეგრე მაგას აჩვენებს არჩევნები, მე წინასწარ მაგრამ თქვენი შეფასებით, ასე ვთქვათ, წინასწარ შევაფასო არჩევნების შედეგები, მაგრამ მე რამეს ვიტყვი. შევარდნაძის დროს იყო ფინანსთა მინისტრი დიახ ბატონი დავით იაკობიძე, ეს იყო 1993-დან 1997 წლამდე. რაც შეეხება ასე ვთქვათ, მის საქმიანობას პირდაპირ დაკავშირებულია მის საქმიანობა ბიუჯეტის ფორმირებასთან, არ არსებობდა საქართველოში მანამდე ბიუჯეტი, პირველი ბიუჯეტის ფორმირება მოახდინა ბატონმა დავით იაკობიძემ. მან შეაჩერა ლარის საერთოდ ინფლაციის პროცესი შეჩერდა, ლარის კურსის შემოღება მასთან იყო დაკავშირებული პირდაპირ. ბევრი სხვა საინტერესო პროგრამები აქვს მას განხორციელებული და მე ვერ ვნახავ ერთ ადამიანს, არ ვიცნობ ასეთ ხალხს საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე კორუფციულ გარიგებაში ან მის მიერ, ასე ვთქვათ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მას ანკლოდის მექთამი ქონდეს აღებული, ან რომელიმე კორუფციულ გარიგებაში იყოს. რაც შეეხება მის პროფესიონალიზმს, ის არის მეცნიერი, ის კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებელში, გახლავთ პროფესორი, გარდა იმისა, რომ ფინანსისტია და ფინანსთა მინისტრი იყო და ასე ვთქვათ, ძალიან კარგად ერკვევა ამ საქმეში, მისი როგორც ეკონომიკური ექსპერტიზა, ეს ქვეშ არავინ არ აყენებს, ძალიან სერიოზული ექსპერტია ეკონომიკის საკითხებში, ეკონომიკის საკითხებში და ფინანსურ საკითხებში. ამიტომ ჩვენ დავაყენეთ ეს კანდიდატურა, ვიცი, იმიტომ რომ ადამიანის პატიოსნება იზომება მაშინ, როდესაც მას ქონდა საშუალება რაიმე, ასე ვთქვათ, მაქინაციებით დაეგროვებინა დიდ ძალქონება და ეს არ გააკეთა. თორე ხა ბევრჯერ გამიგია ადამიანზე პატიოსანი, მაგრამ არ ქონია არასდროს საშუალება, ამიტომ ბუნებრივია რომ არაფერი არ შეუსხობია. ხა კარგი, ბატონო გია, დრო იქნება კიდევ თქვენს კანდიდატურაზე წინასაარჩევნო საუბრის. მე ვფიქრობ, რომ მას იქნება ძალიან ბევრი საშუალება ისაუბროს. კი, მე ვარაუდობ, რომ მასაც მოუწევს ჩვენი გადაცემის სტუმრობა, როგორც ერთ-ერთ კანდიდატს და მასაც გავესაუბრებთ, რა თქმა უნდა. და ბოლო კითხვა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ჩვენი შემდეგი სტუმარი და მიიღებთ თუ არა, თუ ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტავს, თქვა, ნაწილი პრაიმერის ჩატარებას, მასში მონაწილეობას და თქვა, ვის მიიჩნევთ რეალურ კონკურენტად? ოღონდ მოკლე პასუხი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მოკლე პასუხი, როგორ გითხრათ? არა თუ ხო? მიიღებთ მონაწილეობას და ვის მიიჩნევთ კონკურენტად? რამდენადაც ვიცი ჩაატარეს უკვე და ეხლა რაში უნდა მივიღო მონაწილეობა? არა, დანიშნულია მარტის ბოლოს, ბატონო გია.
არა, ერთი ფორმა პრაიმერისა, რომელიც ჩემთვის ასე ვთქვათ, ცოტა გაუგებარია, ეს აბსოლუტურად არ მინდა თემაზე. ვირტუალურ პრაიმერს გულისხმობთ ალბათ ამაზე ვისაუბრებთ. პრაიმერი არის შიდა პოლიტიკური პროცესი, ანუ პარტიის შიდა პროცესია ეს და არა რადიკალურად განსხვავებული პარტიებს ახლა მემარჯვენე და მემარცხენე როგორ უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდა შეჯერდნენ ერთ კანდიდატს, ეს აბსოლუტურად გასაგებია თქვენი პოზიცია. ნახოთ რა და ვინ მიგაჩნიათ რეალურ კონკურენტად და დავასრულე. ვინ მიგაჩნიათ რეალურ კონკურენტად მერის არჩევნებში თქვენი კანდიდატი? იცით რა, ჯერჯერობით მე ამისგან თავ შევიკავებ ასეთი კონკრეტული, რა თქმა უნდა, მოქმედი მერი და ნახოთ კიდე ვინ დააყენებს თავის თავს კონკრეტულ კანდიდატად. და რაც თავარია, მე ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ჩვენ რომ საზოგადოება იყოს მუდმივად ინფორმირებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, ვის რა პროგრამა აქვს, ვინ როგორ უყურებს ქალაქის განვითარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირდაპირ დებატები უნდა მოხდეს. პირდაპირ დებატები და ან კანდიდატებს შორის. გიგეთახმები დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მე ზუსტად ვიცი, როგორ დავშვათ, როგორი ფორმით შეიძლება გამომჟღავნდეს ადამიანის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება კონკრეტული საქმისადმი. ეს არის პირდაპირ დებატი, ან თუნდაც ირიბი დებატი. ყოველ შემთხვევაში საკითხები და თემები. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გია თორთლაძე, ისაუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობთ რომ მიიღეთ მონაწილეობა და გადმოვინაცვლებ სტუდიაში კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა არის ჩვენი სტუმარი. სახელმწიფოების საპატნო კახა, თქვენს დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და ბუნებრივია თქვენთან საუბარს დავიწყებ პრაიმერით და აი ბატონი გიაც ამბობდა რომ ეს არის შიდა პარტიული, ვთქვათ, წინასწარი არჩევნები და არა მემარცხენე მემარჯვენე პარტიების შესარჩევი ერთიანი კანდიდატი. მოდით ჯერ ამ თემაზე მიპასუხეთ, ვთქვათ, ფიქრობთ თუ არა თქვენც ასე, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ჭრელ სპექტრში თუ შეიძლება ასე ვთქვა ოპოზიციურ და საკმაოდ დიდ სპექტრში პრაიმერის ჩატარება. დიდი მადლობა საღამოშვიდების მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. პირველ რიგში მინდა მიულოცოთ ირგნისელ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნენ გათავისუფლებული, მათ ოჯახებს მიულოცო და მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ჰამერბერგს, რომელმაც შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ ახალგაზრდების გათავისუფლების საქმეში. გარდა ამისა, ნამდვილად ჩვენც ინფორმირებული ვართ იმის შესახებ, რომ ეს ინტენსიურად აგრძელებს თავის საქმიანობას დარჩენილი ორი ახალგაზრდის გათავისუფლების საქმეში და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს პროცესიც დასრულდება წარმატებით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ეხლა პრაიმერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა, ბევრი ზუსტი, ბევრი უზუსტო ინფორმაცია. მე ვფიქრობ, უფრო გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, თუ ქართულ ენაზე ვიტყვით, რაზე არის საუბარი. საუბარი არის ერთიან კანდიდატებზე. პრაიმერი ეს არის კონკრეტული კენჭისყრის ტექნოლოგია, რომელთაც უნდა იქნეს გამოვლენილი ერთიანი კანდიდატები. ერთიანი კანდიდატების აუცილებლობას ჩვენ გვთავაზობს ის პირობები, რომელ პირობებშიც გვიწევს ბრძოლა ხელისუფლების შეცვლისათვის. თბილისის არჩევნები და საერთოდ ადგილობრივი არჩევნები რეგიონებში ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი ამოცანა არ არის მუნიციპალური ხელისუფლების შეცვლა. ეს არის შუალედური ეტაპი. ჩვენ ვართ ოპოზიციის ის ნაწილი, ხან რადიკალურს გვიწოდებს ხოლმე თქვენი არხი, ძირითადად არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ცნობილი, რომლებიც 2007 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვიბრძვით საქართველოში ხელისუფლების შეცვლისათვის. ამჟამად ამ ეტაპზე 2009 წლის ბოლოს და უკვე 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან გამომდინარე დაისვა ამოცანა, რომ ადგილობრივი არჩევნები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ხელისუფლებას ბერკეტების ნაწილი წავართვათ და რომ ეს იყოს შუალედური ეტაპი. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ერთიანი კანდიდატი არის აუცილებელი, მე არ ვიცი ბატონი გია საუბრობდა, რომ მემარცხენეებს და მემარჯვენეებს არ შეიძლება ყავდეს ერთიანი კანდიდატი. ჩვენ ხელისუფლებისაგან მემარჯვენეობა და მემარცხენეობა არ განგვასხვავებს. ჩვენ განგვასხვავებს ხელისუფლებისაგან ფუნდამენტური შეხედულებები ქართული სახელმწიფოს შესახებ. ამიტომ სისტემა არის ძალიან მარტივი, აქ პოლიტიკური არგუმენტებიც არ არის, ნინო საჭირო, არითმეტიკა არის ელემენტარულად. ხელისუფლებას ყველა კვლევის მიხედვით თუ კონკრეტულად თბილისზე ვისაუბრებთ, ხარს უჭერს ამორჩეულთა უმცირესობა, მაგრამ ეს უმცირესობა არის ინტეგრირებული ძირითადად ადმინისტრაციული რესურსი, საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნებმა ანახა, რომ ეს არის დაახლოებით 30-35%. დანარჩენი ნაწილი მოსახლეობის ეს არის 2/3, რომელიც ასევე აქტიურად არის ხელისუფლების წინააღმდეგი, თუმცა გადანაწილებული არის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე. მარტივი არითმეტიკა არის, რომ თუ იქნება ეს 60-70 კანდიდატი წარმოდგენილი, ისევე როგორც სხვადასხვა ჩვენ დაუშვით სერიოზული შეცდომა საპარლამენტო არჩევნებზე და წარმოდგენილი ვიქნებით ისე გაშლილად სხვადასხვა კანდიდატები და სხვადასხვა პარტიები პირველივე ტურში სხვადასხვა ყოველგვარი გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს უგულავა. თუ ჩვენ შევძლებთ, თუნდაც არა ყველა, მაგრამ ძირითადი ოპოზიციური ძალები შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო სტრატეგიაზე, ერთიან საბრძოლო სტრატეგიაზე და ერთი კანდიდატურით წავდგებით, როგორც თბილისელების, ისე სხვა რეგიონების, საარჩევნო ოლქების სამორჩეულთა წინაშე, ძალიან რეალური შანსი არის იმისა, რომ ეს არის ის მოტივაცია, ასე ვთქვათ, კონსერვატორების, რის გამოც ეს მოისურვეთ, ხო, ძირითადი, მაგრამ მე უბრალოდ გითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ამას სულ ვკითხულობ, ბატონო კახემ, რომ მე ვერ მოვისმინე ამ დრომდე პრაიმერის ჩატარება გულისხმობ და შეთანხმება ამაზე ყველა ოპოზიციურ პარტიებს, მე
მე ვერ მოვისმინებ, თქვათ, ოფიციალური თანხმობები სხვადასხვა პარტიისგან, მათ შორის თქვათ, ალიანსისგან, რომელსაც თავისი კანდიდატურა ყავს ირაკლი ალასანიას სახით, რომ ისინი მზად არიან ამ პრაიმერში მიიღონ მონაწილეობა. მოვისმინეთ, სხვათა შორის მე სარგებლობებში ვკითხულობ, რომ კარგობს სხვა მოსაზრებებით. გადავხადო, მადლობა ყველა იმ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც სხვათა შორის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოთქვა ერთიანი კანდიდატის იდეის მიმართ. თავად ირაკლი ალასანი ახლა მე არ მახსოვს თქვენ სტუდიაში საუბრობდა თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ის ისევე როგორც ალიანსის საკმაოდ დიდი ნაწილი მხედველობაში მაქვს ახალი მემარჯვენეების ღვთა, ღიად ამბობენ, არაერთხელ მე ეს მომისმენია მათგან სხვადასხვა ტელეეთერებში, რომ ერთიანი კანდიდატი არის ერთადერთი შესაძლებლობა იმის რომ ჩვენ არჩევნები მოვიგოთ და პრაიმერი როდესაც ჩვენ ვამბობთ უნდა კონკრეტულად ვილაპარაკოთ რომ პრაიმერი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეალური ვარიანტი იმისი რომ გამოვლენილი იქნეს ერთიანი კანდიდატები. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მათ ტრადიციულად აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და არ არიან დიდი ერთობის დიდი აპოლოგეტები, მაგრამ ეხლა იმის თქმა რომ პრაიმერს არ აყავს მომხრე, მე მგონი არასწორია. ყველა ის პოლიტიკური ძალა არა მხოლოდ საერთოდ რეალურად თუ დავახასიათებთ, ნინო სწორი იქნება ასე რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის მთელი უმრავლესობა, რომელიც აპირებს ადგილობრივი არჩევნების გზით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მხარს უჭერს როგორც ერთიანი კანდიდატების, ისე პრაიმერის იდეას, არის ერთი გამონაკლისი რესპუბლიკური პარტია, თუმცა ეს ადამიანები მიუხედავად თავის განსხვავებული აზრისა, ახლა ბოლო-ბოლო ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ დავარწმუნოთ. არა მარტო ჩვენ საზოგადოებრივი აზრი იქნება გადამწყვეტი. თუ საზოგადოებრივი აზრი იქნება მობილიზირებული ერთიანობის სასარგებლოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტიაც არის საზოგადოების ნაწილი და გადაწყვეტილებები პოლიტიკაში. კარგით, ამას ყველა ერთად ნახოთ, მაგრამ მე არ შემიძლია შევეხო თქვენს ვირტუალურ პრაიმერს, რომელიც დაიწყო თქვენს ინტერნეტ გვერდზე, პარტიის ინტერნეტ გვერდზე, რასაც მოყვას სხვათა შორის არაერთგვაროვანი შეფასებები, იმიტომ მე ვუსმენდი იგივე ოპოზიციონერებს, რომელიც მამუკა კასტაცია მომდორ ეს არის ერთგვარი ფანდიო, ვთქვათ, თანამდებობისთვის მებრძოლ ადამიანებს არ უნდა დავემსგავსოთ, ვთქვათ, ჯონდი ბაღათურიამ, ანუ ერთგვარ ხუმრობად შეფასდა ზოგმა, მოკლედ, სხვადასხვა მოსაზრებები მოყვა, რაში დაჭირდა ეს კონსერვატორებს, იმიტომ რომ წამოგიყვანათ ოპოზიციური პარტიები. არც კონსერვატორებს, არც ესე იგი, თქვენი რესპონდენტების დიდ მონაწილეობა დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მათი კომენტარები იყო არსებითად შემოკლებული. ახლა გასაგები არის, ვინც გააკეთა ეს სიუჟეტი, არის სპეცდანიშვილების კორესპონდენტი, რო არის ერთი ყოველთვის. ძალიან ვთქვათ კორექტულად, იმიტომ რომ სპეცდანიშვილის კორესპონდენტი. პირადად ჩემი კომენტარი, რაც ახლა უნდა გითხრათ, და მე ვსარგებლო პირდაპირ ეთერით, ეს იქნა ამოღებული. შეუძლებელი არის პრაიმერის ან გამოკითხვის ჩატარება. არ უნდა ამოიღოს და ჩემი პასუხი თქვენ არ გეუბნებით. ჟურნალისტზე ვამბობ. როცა ჟურნალისტი გისვამს შეკითხვას, იწერს პასუხს და მე პასუხი ეთერში ვერ ხვდება. ეხლა ეს არ არის ბუნებრივია კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ის ფრაგმენტი, რომელიც არის კონტექსტურად თემაში კავშირი. კარგით, გადავიდეთ პასუხი არსებითად თემაზე. არასერიოზული არის საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ პრაიმერის ან გამოკითხვის ჩატარება შეიძლება ინტერნეტში, იმიტომ რომ სოციოლოგიას აქვს თავისი ძალიან კონკრეტული წესები, რომლის დაცვაც ინტერნეტში არის შეუძლებელი. ისევე როგორც მაგალითად იყენებთ ხოლმე თქვენ ტელეკომპანიები ხშირად სხვადასხვა ტიპის ინტერაქტივებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი არის, რომ უნდა მოხდეს რესპონდენტების შერჩევა ბევრი სხვადასხვა რთული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ბუნებრივია შეუძლებელია ინტერნეტში. მეორე მთავარი კრიტერიუმი არის, რომ უნდა იყოს ერთ რესპონდენტს კონდეს ერთი ხმა, რაც ასევე შეუძლებელი არის დაცული იქნეს ინტერნეტში, ამიტომ ნებისმიერი სახის ინტერნეტ გამოკითხვა, ინტერაქტივი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კამპანიის, პროპაგანდის და რეკლამის ნაწილი, ამიტომ ბუნებრივი არის საკითხის ისე წარმოჩენა, არაკეთილსინდისიერად წარმოჩენა, როგორც მოხდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და მე ვსარგებლობ, მადლობას გიხდით თქვენ პირდაპირ ეთერისთვის. პირდაპირ ეთერში ყოველთვის შესაძლებელი არის ისე ჩამოაყალიბო პოზიცია, როგორც ეს ასრულებს, ამიტომ უფრო მარტივია. მე ვფიქრობ, ეს არც საზოგადოებისთვის არ იყო გაუგებარი, თუმცა ერთი რამ მინდა თქვა. ამ ინტერნეტ პროექტს აქვს თავისი ძალიან სერიოზული და ძირითადი ამოცანა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესი. ეხლა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისის მერის არჩევნებზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ არჩევნები ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეგიონებში, მსხვილ და პატარა ქალაქებში და მათ შორის სოფლებში. ამ ინტერნეტ გვერდზე ჩვენ მივეცით საშუალება ამორჩილოს, რომ არა მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვას და მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს კანდიდატებს, არამედ თავად შემოგთავაზოს კანდიდატები. ჩვენ შეიძლება ბევრი ვიცით თბილისის მერობის კანდიდატებს, მაგრამ თქვენ წინ რომელიც ხართ ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანი პოლიტიკაში, ვერ მეტყვით ალბათ ვინ არიან ქუთაისის, ბათუმის ან ფოთის მერობის კანდიდატები. ეს პროექტი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის და მე ვფიქრობ ამით ცუდი არაფერი. კარგით, ამ კონტექსტში ძალიან მოკლედ მოვასწროთ კი ან არა, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები იყო საუბარი ლევან გაჩეჩილაძესთან თქვა პრაიმერში მონაწილეობაზე. თქვენი მხრიდან და ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ლევანი არის ერთ-ერთი
წამყვანი ძალა, ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ლიდერი და ერთიანობის იდეა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ ყველა ვისაც გვაერთიანებს საერთო ფასეულობები. ამის შესაძლოა პრაიმერში უკვე გაჩეჩილაძეც ვიხილოთ ამ ლიდერებთან ერთად. მონაწილეობა არ გულისხმობს ნინო მაინც და მაინც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, თუმცა ბუნებრივია ლევან სამას ვერავინ ვერ დაუშლის. თავარი არის მოხდეს ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც გაიმართოს პრაიმერში. ლევანის პოზიცია. კითხვებით გადავდივართ, როცა ერთი წინადადები. ლევანის პოზიცია არის ცნობილი, რომ ის ერთიანი კანდიდატს მხარ დაუჭერს პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს. გასაგები, ანუ ეს მინდა დამეკითხო. თქვათ ალასანიამ არ მიიღო პრაიმერში მონაწილეობა, შესაძლოა თქვათ ის გახდეს კონკურენტი პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატის. თუ ეს აღარ ჩაითვლება საერთო კანდიდატად, აი ამას გულისხმობ. მე დარწმუნებული ვარ, ახლა ირაკლის ძალიან ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რაც ვიცნობ და რაც ცოდნა მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, იმ ტრაგიკულ შეცდომებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს დაუშვა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა და ამით ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ ოპოზიციის დამარცხების საშუალებას. კარგი და სულ ბოლო კითხვა, თქვათ აპირებს თუ არა ბრძოლას ბოლომდე თქვენი კანდიდატი და ლიდერი ზვია ძიძიკური გულისხმობ იმას, რომ თქვათ არ შედგა პრაიმერი. და ამას სულ მიპროტესტებს ყველა რესპონდენტი, რომ შედგება, ვინც სურვილი, მაგრამ მაინც თქვათ არ შედგა. დარჩება ზვია ძიძიკური მერობის კანდიდატად. ხა მე არ ვიცი თუ ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი ხედვა და ზვიადის ხედვა არის ასეთი, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავალთ ერთიანი კანდიდატით. არჩევნებში მონაწილეობა არაერთიანი კანდიდატის პირობებში ეს არის წინასწარ წაგებული ბრძოლა და წინასწარ წაგებულ ბრძოლაში ჩვენ მარტო მონაწილეობისთვის მონაწილეობას არ ვაპირებთ. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება არის მტკიცე და ურყევი, ჯერ შევარჩიოთ ერთიანი კანდიდატი და მე ერთიანი ძალებით გავაგრძელოთ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლების შესაძლებლად ადგილობრივი არჩევნების გზით. მე უბრალოდ მინდა გითხრათ თუ ერთი წინადადებით უბრალოდ მომავალ კვირას იწყება რამოდენიმე ჩვენი პოლიტიკური პატიმრის სასამართლოს ხდომები, მე უბრალოდ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. 9 დეკემბერს გაიმართება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვახანიას საქმის განხილვა, 10 დეკემბერს არის ეკაბესელიას ოჯახის წევრების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და 11 დეკემბერს გრძელდება კობალაძის და სხვა პოლიტპატიმრების საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში. უბრალოდ ყველა ჩვენმა მხარდაჭერმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და მე იმედი მაქვს, რომ მათი თანადგომა ამ სასამართლოს ხდომებზე დადასტურებული იქნება. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში და დაგემშვიდობა ჩვენ დრო ამოიწურა კახა კუკავა კონსერვატორიის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა. ახლა რეკლამის შემდეგი უკვე ჩემს კოლეგებს, ასე ვთქვათ, რუსთაველის ცნობილ სახელს შეხვდებით ამ სტუდიაში. ამერიკელი კინოდოკუმენტალისტის მიერ დანახული საქართველო, რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ომის უმძიმესი შედეგები. როდის გადაწყვეტა ჯონ ფილიპმა საქართველოზე ფილმი გადაეღო? ომის შედეგები რეალურად იმაზე მეტად მძიმე და ტრაგიკულია, ვიდრე ეს ევროპას წარმოუდგენია. ჩემი ფილმი სწორედ ამ რეალობის ჩვენება მინდა. რა რეალობა დახვდა ცნობილ რეჟისორს საქართველოში და რა გზა გაიარა ქვეყანამ ვარდების რევოლუციიდან რუსეთის აგრესიამდე. ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი და მისი მთავარი. რამდენი სამუშაო ადგილი იქნება? ქვეყანამ, რომელმაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში 100,000-ობით სამუშაო ადგილი დაკარგოს, უახლოეს 60 თვეში ჩვენ 50,000 სამუშაო ადგილს შევქმნით. მიშა მოსკოვის წინააღმდეგ პოლიტიკური მომხრეები და ოპონენტები, ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ვისი შეფასებები მოხვდა ამერიკელი რეჟისორის ნამუშევარში. სააკაშვილის ლაპარაკი სულ მე არ მაქვს. მაგრამ საერთოდ თუ ვილაპარაკებთ, უკეთესობისკენ არაფერი არ შეცვლა. იქ რომ გავუარეს და მოსკოვს ამის გაკეთების აუცილებლობა არ ჰქონდა. Georgian nation is changing the regime. ქართველიერი რეჟიმებს მუდმივ აცვლის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი სააკაშვილის რეჟიმსაც შეცვლიან. ისინი იმას გააგდებენ, ეს ქართული ტრადიცია. მათ უყვარდებათ საკუთარი ლიდერები და შემდეგ, როდესაც გული უცრუდებათ, მათ ყრიან. შეძლებს თუ არა რეჟისორი ევროპისთვის ქართული რეალობის ჩვენებას. თბილისში გამართული პრემიერა და ჯონ ფილიპის შთაბეჭდილებები გამგზავრების წინ ამერიკელი რეჟისორის სტუმრად პოზიციაში. ახალი წლის მოლოდინში დეკემბრის თვეთა დაწყებული სამზადისი. ვინ როგორ აპირებს 2010 წლის შეხვედრას და რას უმზადებენ მაყურებელს რუსთავიორის პროექტების ავტორები. არის ფინანსველოდებით ახალ წელს, მე კიდე ველოდებით არ ვიცი კიდე ხოსე კარერას და ვარ ბედნიერად. ჩვენი გეგმები ეს არა თქვენი ბატონო. ჩემი გეგმები ძალიან საინტერესოა. დები. ჯეოსტარის ფინალი, ვაბანკი და საახალწლო შოუ ვანო ჯავახიშვილთან ერთად. სადღესასწაულო პროფილი. რას თავაზობს მაყურებელს 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე მაია ასათიანი. ახალი წლის ღამეს როცა ზუსტად 10 საათი შესრულდება ხუთშაბათს, ყველა ერთად პროფილის მაყურებელთან ერთად ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ბავშვობაში. თუმცა უკვე დაწვრილებით პოზიციაში.
პოზიციაში გაიგებთ რა ახალ პროექტებს ამზადებს 2010 წლიდან თქვენთვის რუსთავი 2. ახალი შოუ და ახალი წამყვანები. ამჯერად რუსთავი 2 ნიჭიერებს ეძებს. ყველამ გადაცემის მსვლელობისთვის ძალიან ბევრი ემოცია წამოიქნება. სიცილი, იქნება ტირილი, გაოცება, გაკვირვება, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება. ასე რომ უყურეთ. უყურეთ რუსთავი 2 და მოусმინეთ სატელევიზიო პროექტების წამყვანებსა და ავტორებს პოზიციაში. მაია ასათიანი, ვანო ჯავახიშვილი, იკა ფაცაცია და ვანო თარხნიშვილი. სტუმრად პოზიციაში. ამასაც რეკლამის შემდეგ პოზიცია პირდაპირ ეთერში ბრუნდება და მე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმარს ის ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი ჯონ ფილიპი გახლავთ ავტორი ფილმისა მიშა მოსკოვის წინააღმდეგ ასე ქვია მის დოკუმენტურ ფილმს რომელიც საქართველოს ეძღვნება და სადაც ბოლო პერიოდის უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა შეტანილი თუ რატომ დაინტერესდა ამერიკელი რეჟისორი საქართველოსთვის სწორედ ამის გარკვევა შევეცდებით ჩვენ სტუმართან საღამომშვიდობისა აბატონო ჯონ good evening Mr. John thank you so much for being our guest and I'll continue in Georgian interpreter will help us მოკლედ დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს მონაწილეობისთვის და თარგმანში დაგვეხმარება ჩვენი ჩემი კოლეგა გიორგი ლაფერაშვილი და არა თარჯიმანი ამ შემთხვევაში ბატონო ჯონ პირველივე კითხვით მოგმართავთ სწორედ იმის შესახებ თუ რატომ დაინტერესდით საქართველოსი ანუ როგორ მოხდა რომ გადაწყვეტეთ აქ ჩამოსვლა და ფილმის გადაღება იყო თუ არა ამის მთავარი მიზეზი რუსეთ-საქართველოს ომი Well, as a documentary maker, you always want a story that's როგორც დოკუმენტური ფილმების ავტორს ჩვენ ყოველთვის გვინდა გქონდეს ისტორიები სადაც შეიძლება ვილაპარაკოთ სად არის კარგი და სად ცუდი გავარჩიოთ ერთმანეთისგან ეს არის მხარე აქ იყო ომი და ეს ყველაფერი ხელის გულზე ჩანდა მე მყავს ქართველი მეგობრები ნიუ-იორკში და ისინი მუდამ მიყვებოდნენ ისეთ საშინელ ისტორიებს რაც იმ დღეების განმავლობაში ხდებოდა რომლის დაჯერება ხშირად წარმოუდგენელიც კი იყო ომის დასრულების შემდეგ და ამ ისტორიების მოსმენის მერე მე გადავწყვიტე რომ მომწიფთა ის მომენტი როდესაც მე უნდა ჩამოვიდე საქართველოში და დავიწყო ამ თემების გარკვევა როდესაც წესი დოკუმენტურ ფილმებს თავისი ცხოვრება თავისი ისტორია ახასიათებს და იმ მომენტიდან მოყოლებული მე ვცდილობდი სააკაშვილთან დაკავშირებას რომ მემუშავა ამ ფილმზე გასაგებია რომ ეს მოხდა მაინც რუსეთ-საქართველოს ომი იყო მთავარი მოვლენა თუმცა თქვენს ფილმში არის აღწერილი რომ ჩამოვთვალო ვარდების რევოლუცია აჭარის პროცესები უკრაინის რევოლუცია ნატოსთან დაახლოების პროცესი 2007 წლის ნოემბრის მოვლენები და საპრეზიდენტო არჩევნები და ასე შემდეგ ანუ აპრილის პროტესტი და აგვისტოს ომიც აქედან გამომდინარე მინდა გითხოთ იყო სურვილი თქვა საქართველოს გაგეცნოთ თქვენი მაყურებლისთვის უფრო კარგად თუ რატომ მოხდა ამდენი მოვლენა თუ კი მთავარი მიზეზი იყო თქვა აგვისტოს ომი რის გამოც თქვენ გადაწყვეტეთ საქართველოს ფილმის გადაღება Exactly. Most Westerners have an idea of Georgia, but they don't ბევრს დასავლეთში უფრო მეც აქვს ძალიან ზოგადი წარმოდგენა საქართველოს შესახებ და მათ იციან სად არის საქართველო და რამდენია ვთქვათ ქვეყნის მოსახლეობა მაგრამ ამის იქით დეტალები მათთვის უკვე უცნობია ის რისი გაკეთებაც მე მინდოდა იყო გამომეკულია საქართველოს უახლესი ისტორია და მეჩვენებინა როგორ მივიდა სააკაშვილი იმ თანამდებობამდე რომლამდეც მივიდა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი რაც მოხდა რომ ენახებინა დასავლელი მაყურებლისთვის უფრო მეტი რა ხდება საქართველოს რეგიონებში როგორ მოხდა ეს ყველაფერი საქართველოში და როგორ მივიდა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე სადაც დღეს არის ანოტაცია თქვენი ფილმის შესახებ არის ასეთი, ანუ ფილმში დასმულია კითხვა, შეუძლია თუ არა სააკაშვილს დაიბრუნოს საერთაშორისო პოლიტიკის ფავორიტის გვირგვინი, თუ ომმა სამუდამოდ გამოუთხარა ძირი მშვიდობას რეგიონში. თქვენ თუ იპოვეთ ამ შეკითხვაზე პასუხი ფილმზე მუშაობისას და თქვა საქართველოში ყოფნის დროს? Well, I would say we were here in April when the last მე ვიტყოდი რომ აპრილში ბოლოს როდესაც დიდი დემონსტრაციები მიდიოდა თბილისის ქუჩებში მე აქ ვიყავი ბევრ სხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთან ერთად ის რასაც ყველა ელოდებოდა იყო 7 ნოემბრის გამეორება ერთგვარი გამეორება და როდესაც ეს არ მოხდა როდესაც მოვლენები იყო ძალიან კარგად ორგანიზებული იმ გაგებით რომ პოლიცია უკან იდგა და ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო ჩატეული. მე ვფიქრობ, რომ ამან მიცა ნამდვილად სააკაშვილს შანსი, რომ მან დაამთავროს თავისი ვადა 2013 წლამდე.
still has that position that he did. მაგრამ არის თუ არა ის ისევ იმ პოზიციაში, სადაც ის იყო ომამდე, ეს ძალიან სხვა კითხვაა. რა თქმა უნდა, არ არის არანაირი ეჭვი, რომ იქ სადაც ამერიკულ პოლიტიკაზეა საუბარი და ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზეა ლაპარაკი, საქართველოს შეიძლება რამდენიმე პუნქტი ქვემოთ ჩამოიწია, მიუხედავად იმისა, როგორ განიხილავს ამას დასავლეთი, არის საქართველოს მართალი თუ მტყანი ომის დაწყების მომენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ანათლავთ ნახეთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. და აქ მინდა კითხოთ ფილმისთვის თქვენ ჩაწერეთ უამრავი პოლიტიკოსი როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ასევე ოპოზიციის ჩვენ ჟურნალისტებს ხშირად გვიჭირს ხოლმე მათგან გულწრფელი პასუხების მიღება თქვენ როგორც ამერიკელ რეჟისორს რამდენად გაგიოლდათ ქართულ პოლიტიკოსებთან მუშაობა და რამდენად გულახდილები იყვნენ ისინი ანუ თუ შეძელით იმ ინფორმაციის მიღება რაც გაინტერესებდათ მათგან გულწრფელად That's very interesting because I found that they had no problem speaking their mind. I don't know. რადგანაც როგორც მე მივხვდი, მათ არანაირი პრობლემა არ აქვს გულწრფელად გამოთქვან თავისი აზრი მიუხედავად იმისა, რომ მე ერთის შეხედვით გარედან მოსული ადამიანი ვიყავი და ჩემი ფილმი დასავლელი პუბლიკისთვის იყო განკუთვნილი. შესაძლოა ეს იყო პოზა, ერთგვარი პოზა დასავლელი მაყურებლისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა მე დავწმუნდი, რომ ეს ადამიანები ძალიან გულწრფელები იყვნენ თავის პასუხებში ყველა მიცის როგორ აკეთოს პოლიტიკა და რისი გაკეთება სურს მას პიროვნულად მე არანაირი პრობლემა არ მქონია რომ მიმეღწია მათი გულწრფელი პასუხებისთვის ამ ფილმისთვის და რა საერთაშორისო რეზონანს ელოდებით და თუ აპირებთ რომ თქვენი ფილმი რაიმეს თქვა საერთაშორისო ფესტივალებზე გაიტანოთ და დააინტერესოთ მსგავსი ფესტივალები Well, I hope it's been great to be in this Tbilisi Film Festival and I'm very grateful to მე ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან მოხარული რომ მაქვს შანსი ვიყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მე ვიცი როგორ შეხვდება ამ ფილმს დასავლელი მაყურებელი, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო როგორ შეხვდებოდა მას ქართველი მაყურებელის და ეს ფანტასტიკური ადგილია ამ ყველაფრის სანახავად. მე მინდა დასავლელი მაყურებლისთვის რომ მათ შეძლონ და გაიგონ რომ ამ ისტორიის მიღმა კიდევ იმალება ისტორიები რომლებიც ძალიან საინტერესოა საქართველოზე ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამდენიმე ფესტივალში და მოვახერხოთ რომ ამ ფილმის ეთერში გაშვება მოხდეს საერთაშორისო მაუწყებლობის მეშვეობით და რა თქმა უნდა ამის შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას მე წარმატებებს გისურვებ და ბოლოს ჩემი კითხვა რამდენად ჩემთვის ცნობილია თქვენ მუშაობდით თუ არ ვცდები კვენტინ ტარანტინოსთან ჯორჯ კულთან სუზან სარანდონთან ანუ ბევრი ცნობილი სახელია თქვენთან მუშაობის ისტორიაში ასე ვთქვა და ბოლო თქვენი კინოპორტრეტი ეხებოდა ნიუ-იორკის ყოფილ მერს ამერიკელ რესპუბლიკელ რუდი ჯულიანის ანუ პოლიტიკური პორტრეტებიც გაქვთ უკვე გაკეთებული და ამას დაემატა პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველო ვინ იქნება თქვენი მომდევნო კინოგმირი უკვე თუ გაქვთ რაღაც გაწერილი ასე ვთქვა თქვენი შემოქმედებითი პროგრამა I don't really have an idea about my next film, which is unusual for me. შემდეგ ფილმთან დაკავშირებით ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, რაც ჩემთვისაც კი უჩვეულოა, იმიტომ რომ როგორც წესი სატელევიზიო გამოცდილებიდან რაც მაქვს, მე ყოველთვის ვიცი რას გავაკეთებ ამის შემდეგ. ამ რეგიონიდან მე დამიკავშირდნენ ადამიანები, რომ შესაძლოა უფრო მეტი რამის გაკეთება შეძლოს სხვა პოსტსაბჭოთა რეგიონების შესახებ. მაგრამ ამ ეტაპზე მე მთელი ჩემი მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინო ეს კონკრეტული ფილმი. და აქედან გამომდინარე მხოლოდ შემდეგ დავიწყებ მომავალზე ზრუნვას. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჯონ ფილიპი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. Thank you very much. სწორედ ისაუბრობდა პირდაპირ ეთერში და რამდენიმე საათში ამერიკელი სტუმარი უკვე ტოვებს საქართველოს. დიდი მადლობა მას სტუმრობისთვის. და ახლა მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩემი გადაცემის ბოლო სტუმრები, იშვიათად სტუმრობენ ხოლმე ჩემი კოლეგები, მაია ასათიანი, თიკა ფაცაცია, ვანო თარხნიშვილი და ვანო ჯავახიშვილი. ისინი ყველაზე მეტად დავჩაგრე, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დრო ცოტა დარჩა და ყველაზე მოკლე დრო დავუთმე, მაგრამ იმედია კოლეგები და განსაკუთრებით ვანო. მაპატიებ, იმიტომ რომ ვანო ჯავახიშვილი შოუ იწყება ხოლმე წესით 11 საათზე რუსთაველის ეთერში, მაგრამ ნუ აი ეთერში ხართ 11 საათზე და ამიტომ მაპატიე. დიდი ასოებით აწევი ეს 23-ის. ხო, მაგრამ მაინც შინაურები
ვართ და არა უშავს მე არა ხედავ დავიცავით 11 საათზე შენ ეთერში ხარ ამ შობ გრომოს სტუდიაში ეს რომ ბოდის გიხდი მაგრამ მე მინდა უბრალოდ ჩვენ დღეს მაყურებელს შევატყობინოთ რას ვაპირებთ საახალწლოდ თქვენ უბრალოდ ქართული ტელესიფრის ყველაზე რეიტინგული პროექტების წამყვანები ხართ შეიძლება თამამად თითქოს და მაია დავიწყებ ქალბატონების გამინდოდა მაგრამ დავიწყებ შენგან თქვა არჩევას იმიტომ ვაკეთებ რომ 31 დეკემბერს შენ გიწევს ეთერში ყოფნა ანუ საპასუხისმგებლო პროფილი გაქვს ხო და ძალიან ხშირად ხუმრობენ ხოლმე არ შემიძლია არ თქვა რომ აი სულ ტირილი ამასათი ანთან მიუხედავად რომ რეიტინგი აქვს მაგრამ ტირილი არ არის არა რა თქმა უნდა მე მითხრს გინდა წლობრივ ხუმრობენ ხო მაგრამ ახლა სატელევიზიო სეზონზე ხო რა იქნება 31 ძალიან სევდიანი გადაცემა გქონდა რა თქმა უნდა ცრემლები არ იქნება იქნება ძალიან მხიარული და მე ვფიქრობ არაორდინალური პროფილი ყველა საიდუმლოს სამწუხაროდ ფარდას ჯერჯერობით ვერ ავხდი თუმცა ერთ ვიტყვი რომ იქნება საახალწლო კარნავალი მაგრამ კარნავალი არასაღამოს კაბებით და ფრაკებით. ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ცნობილი ადამიანები მოგვევლინებიან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. დაუბრუნდებით ყველა ერთად ჩვენს ბავშვობაში. იქნება მხიარული ნოსტალგია. და ჩვენი სტუდიიდან წამოვა იქნება. ცრემლი არ იქნება. ცრემლი არ იქნება, მაგრამ ვეცდებით რომ ძალიან დიდი სითბო წამოვიდეს ეკრანიდან და იმდენად უჩვეულო ამპლუაში და როლში ვნახავთ ძალიან ცნობილ ადამიანებს, რომ მე მგონი ღირს 31 დეკემბერს პროფილის ყურება. ეს 10 საათიდან გავა და ახალ წელს შენთან ერთად ვხვდებით თუ ჩვენთან ერთად არ შეხვდებით. ანუ ეს მანამდე დასრულდება და მე საახალწლო პროგრამა. სიურპრიზი იქნება. ძალიან ბევრი. ძალიან კარგი ველით და ალბათ დაელოდება მაყურებელი ბუნებრივია. ხო, გავაგრძელებ შენთან საუბარს, მაია, მაგრამ რუსთავიერს გვემატება ახალი წლიდან ახალი შოუ, ასე ვთქვათ, ახალი პროექტი, ეს არის ნიჭიერი, რომლის წამყვანებიც არიან თიკა პაცაცია და ვანო თარხნიშვილი. უკვე მიმდინარეობს ჩაწერები და ეს პროექტი ემზადება ეთერში გასასვლელად, მას ქვია ნიჭიერი, როგორც უკვე ვთქვი. პირველ რიგში მინდა გითხოთ ამ ჩაწერებიდან თქვენი შთაბეჭდილება, ბევრი ნიჭიერი ყავს საქართველოს და იყვნენ ეს ორიგინალური მონაწილეები და თქვენთვის როგორია ამ შოუს წაყვანა? ძალიან ბევრი ორიგინალური მონაწილე იყო, არც ველოდი სიმართლე გითხრა, გამიკვირდა იმდენად მრავალფეროვანი სანახაობა ვიხილე და მაიამ ახსენა ბევრი სიმღერა და ჩვენთან ბევრი სიმღერის გარდა იქნება ძალიან ბევრი სახალისო და საინტერესო ნომრები. მოკლედ იქნება სიცილის, ტერილის, ასე რომ გადასავალ შეგიძლიათ ვიცით რომ მეც რაღაც გარკვეული დოზით. ხო, შეხა ჟიურის წევრი, მე საკმაოდ დიდი დოზით მინდა ვთქვა, მაია ერთ-ერთი გადამწყვეტი ჟიურია იქ. ანუ ჟიური წვეთს იქ მონაწილეების გამოსვლა არ გამოსვლას ჩვენთან და ერთი დიდი მნიშვნელოვანი სიტყვა ეკუთვნის მაიას. მაგრამ მაია არ ტირის ნიჭიერში, არა. არა, კიდევ კარგი. სადღაც არ ტირის. და მაია, შენ ხარ ერთ-ერთი ჟიურის წევრი ამ ნიჭიერში და კიდევ ორი, ანუ სამი ხართ ჟიურის წევრები ნიკა მემანიშვილი და გეგა ფალავანდიშვილი. მე უბრალოდ მინდა კითხო შენ უფრო გარკვეული იქნება პროექტის დეტალებში. თქვა დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია ეს შოუ, თქვა შეერჩენი ნიჭიერით როგორ ქვია ზუსტად Got Talent როგორ იქნება ქართულად. ხო, იქ არის თუ არ ვცდები ერთ-ერთი უმაღლესი ის რომ მე ყველაზე ნიჭიერი წარსდგება დედოფლის წინაშე. რა ხდება ჩვენთან? ამ კუთხით არის რამე თუ არის უბრალოდ სოლიდური პრიზი? არ ყავს, მაგრამ აი რამე თუ არის ძალიან სოლიდური. ძალიან დამაინტრიგებელი და შესაბამისად ნებისმიერ მონაწილეს აქვს ძალიან დიდი სურვილი რომ გახდეს პირველი. ეს არის დღემდე ყველაზე რეიტინგული პროექტი ბრიტანეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დღესაც გადის ეს პროექტი ეთერში და ყავს ყველაზე მეტი მაყურებელი მთელ მსოფლიოში. ეს პროექტი საქართველოში იქნება სწორედ მისი ბრიტანელი კოლეგის ანალოგი და მე ვფიქრობ რომ იქნება ძალიან თანამედროვე უახლესი სატელევიზიო ტექნოლოგიებით გაკეთებული და რაც თავარი ამავდროულად ძალიან ქართულიც და ქართულ მენტალობაზე მორგებული ასე რომ მე ვთვლი რომ ეს იქნება სახალხო პროექტი რომელსაც უყურებს ნებისმიერი ფენის ასაკის თუ გემოვნების მაყურებელი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ყოფილა თურმე საქართველოში მხოლოდ სიმღერას და მუსიკას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ ყველა ანუ ყველა რეგიონიდან არიან თქვა ეს ნიჭიერები მონაწილეები მე როგორც ვიცი თქვენ უკვე გქონდათ ჩაწერა ქუთაისში თუ არ ხდება ან რეგიონებში როგორ შეხვდათ ამას ანუ არის ძალიან გამოხმაურება და ესეთი დიდი ყურადღება ამ პროექტს არის საერთოდ საზოგადოება და მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილები რომ მიიღონ და გამოავლინონ თავისი ნიჭი და საკმაოდ საინტერესოა ესეთ ხალხთან შეხვედრა და ძალიან სასიამოვნოა სურველია თან აი ძალიან ბევრს უნდა რომ მოხდეს პროექტი იმიტომ რომ მართლა ძალიან წარმატებული პროექტია უკვე შემდგარი და ჩვენს გვინდა რომ აპრობირებული ასე და
იქნება მთლიანად რასაც ჩვენ შეხვედრით ჯერ ერთი კასტინგი ჩავწერეთ და იყო მრავალფეროვანი ძალიან. იყო მართლა სერიოზულად ვიტყვი ხუმრობის გარეშე. ღიმილიც იყო, ცრემლიც იყო, ხიარულებაც იყო, ყველაფერი იყო. ანუ ერთი სახე არა აქვს ამას, ერთი ჟანრი არ არის. არის ბევრი ჟანრი შედის, ასე თუდად ვიტყვი შეიძლება თქვათ, რომ ბევრ კომპონენტს მოიცავს ეს გადაცემა და აქვე ჩავურთავ რომ თუ და ალბათ დავაინტერესეთ მაყურებელი ამ ჩვენი ლაპარაკით და მათ საშუალება ექნებათ რომ კვირას 6 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში 5 საათზე შეიძლება ბილეთები დაესწრონ. ხო, შეუძლებთ მოვა. კიდე თიკა ძალიან მოკლედ მიპასუხე, ესე თუ არის დიდი სხვაობა, შემიმღერე რამე მიყავდა რუსთავერის ეთერში პროექტი და ნუ ისევ სცენაზე ხარ, ისევ მასშტაბურ პროექტში, მაგრამ არის ეს დიდი განსხვავება შენთვის თქვა და რომელი უფრო წარმატებული იქნება შენ როგორ ფიქრობ? ნიჭიერი თუ ის როგორ წამყვანი შენი მასაზე? იცი რა არის? როგორი კითხვა? მანიკოც იყო მიმღერე რამეში. აი ორივესთვის კიმნეული. არა, იცი რა არის? ჩვენ ახლა ცოტა სხვა კუთხით, ანუ არასტანდარტული წამყვანები ვიქნებით, არ ვიქნებით ესე ჩეულებრივად გამოვედით, თქვით, შევედით, ესეთი რამე არ მოხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სულ ყველაფერი ცოცხალი, ჩვენი ცოცხალი ემოციებია, თუ რა შეხედულება გვაქვს სხვადასხვა ნომრებზე, ჩვენი შეფასებები აქვს და პრინციპში ჩვენ ვართ აი შიდა სამზარეულოში ვტრიალებთ, იმიტომ რომ ვდგავართ კულისებში და ვაფასებთ სხვადასხვა მომენტებზე. უკვე განსჯერ შემატკივრები, რა თქმა უნდა, ამხნევი. ჟიურისგან განსხვავებით. ხო, რა თქმა უნდა. კი, ჩვენ ვართ ძალიან გულშემატკივრები. კეთილები ვართ. დარწმუნებული ვარ, ყოველ არც იმ დღეს, როცა გავა გადაცემა ძალიან ისე დაელოდებიან. ამ გადაცემას რატომ და დაელოდება ვინ აღმოჩნდება ყველაზე ნიჭიერი. და ვანო, რომელთანაც ისედაც ბუდიში მქონდა მოსახდელი ესე იგი, მაგრამ მაინც რას აპირებს ახალწელს ვანო ჯავახიშვილი? რამე განსხვავებულს თუ თავაზობ შენ ახალწელ დღეებში? მე მოკლე პასუხებს გაგცემთ, ხელსაყრელად არ გამოდის. კი, იმიტომ რომ ჩაწერაზე უნდა გავიქცე. კი, ხო, ჯერ პასუხი გაგვეცეთ მე. კი, შოუს ვაპირებთ. ძალიან საინტერესო შოუ იქნება. იქნება ისეთი შოუ, რომელიც არ გაკეთებულა არც ერთ ქვეყანაში და ამისათვის თავარია იმ იდეის განხორციელება, რომელიც გვაქვს. ჩვენ შემოგვედებით გულს. არ გაგვამხელა ამ იდეას. ამ იდეას არ გაგიმხელთ, იმიტომ რომ ეს იდეა რომ გაგიმხილოთ, არ იქნება კარგი. რა მოკლე იყო. არა, მაინც ვითხარი, იქნება რაღაცა დეტალი გითხრა თქვა, ნუ იუმორი ალბათ არ ღალატობთ იუმორს. და იგივე კლუბ შოუ შაბათი შოუ სელგუნდიც იქნება ტირი ყველაფერი იქნება. მოდი იცი როგორ გავაკეთოთ, ჩემთან გავიცინოთ და შენთან ამჯერად ვიტიროთ ცხოვრებაში პირველად. გინდა? არა, ჩემთან ეს ხანაა სიცილისგან ტირი ხარ, ანუ გასაგებია. ანუ სრემლი ორივეგან არის, ოღონდ სხვადასხვა გავინაწილო. გასაგებია, მაგრამ საახალწლო დღეებში არ წყვეტს ანუ თქვენი გუნდი მუშაობას და იუმორით ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ესეთი ახალი პროექტის იდეები გვაქვს და იმ იდეების განხორციელებაზე მუშაობთ რა, ანუ იმ იდეების დახვეწაზე და რაღაცა ესეთ ჩარჩოებში რომ მაია ხوار გადაგიყვანიათ შაბათი შოუში რატო უთაყოთ მაიასთან პროექტის დეტალებს არა, იმიტომ რომ მაიასთან ახლა ძალიან ახლოს ვარ და მეგობრებო, ახლა ბანო შორსის და ესები კარგი, ვიდრე ბოლო კითხვას დავსვამდე, თქვათ ყველასთან, ბანო, თქვენ წინა ახალწელს შეთავაზეთ ფილმი, ასე ვთქვათ, მაშინ ჩიფსების თაობა იყო და ახლა ჩვენი ოფისის გუნდმა, როგორ ერქვა ამ ფილმს, სადღაც მივაწერეთ და ყველას ძალიან გიყვარს. ხო, ისაც ყველას ძალიან გიყვარს და გონი ახლა ორს თავაზობთ, ანუ მეორე სერია თუ რა ქვია მას ვარ შეიძლება მე თქვენ ძალიან დიდი ხათრი მაქვს, ძალიან მიყვარხართ ყველა. თქვენთან ყოფნას არაფერი ჯობია, მაგრამ სამსახური მაინც სამსახური უნდა წავიდე. სტუდიაში? დიახ, აუცილებლად. არა, თქვენ. იცი რა, მაშინ ერთი სიტყვით მითხარი. რა არის შენი რეიტინგის და პოპულარობის საიდუმლო და აპირებ თუ არა ამის შენარჩუნებას მომავალ წელსაც? მოკლედ და გაგიშობთ ხოლმე, რომ გადაცემა შენც უნდა იყოს. ის რა გითხათ, საიდუმლო, ჩემი რეიტინგი საიდუმლო რა. ნუ ალბათ მასაზე გათვლილი ადამიანი გახლავართ, ღილილი. აი, კარგად იყავით, უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში. კარგი, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე წუთში სწორედ ვანო ჯავახიშვილი შოუ უნდა გავიდეს. ეთერში გაპატიებთ, შეგიძლია შენ სტუდიაში გადაიგოცო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენც მალე დავასრულებთ, პირობას გაძლევ.
ხო, რაც შეეხება ფილმს, რომელიც გვამოგონდა შემოწმება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ არ შევშალო ეთერს. მოკლედ, ჩვენ შარშან გადავიღეთ, რაც ყველას ძალიან გიყვარს. საახალწლო ფილმი იყო და გავიდა თუ არ ვცდები 25 დეკემბერს და წელსაც ვიღებთ ამის გაგრძელებას, რაც ყველას ძალიან გიყვარს 2 და გავა საქართველოს კინოთეატრებში 24 დეკემბრიდან. ეს არის ძალიან კარგი და ბოლო კითხვა რაც ვანოს ვკითხე ეს მინდა ყველას ვკითხო განსაკუთრებით მაია შენ იმიტომ რომ თქვენ ახლა იწყებთ ამ ახალ პროექტს და პრინციპში წამყვანები ხართ უფრო ვიდრე ავტორები და ამ ავტორს უფრო მეტი ის აქვს ხოლმე პასუხისმგებლობა რამ განაპირობა შენი ასეთი პოპულარობა და რეიტინგი როგორ ფიქრობ და ვთქვა აი ამ რაღაც ძირითადი ხაზის შენარჩუნებას ბუნებრივია ალბათ ფიქრობ მაგრამ ვთქვა ცვლი რაიმეს ახალი წლიდან თუ რჩები ისევ აი ამ სტილის და ფორმატის ერთგული ძალიან რთულია ჩემთვის თქვა რამ განაპირობა პროფილის პოპულარობა ეს არის გუნდური თამაშის შედეგი. თითოეულ გადაცემას და თითოეულ თემას ჩვენ ვამზადებთ მაყურებელთან ერთად. მისი წერილების, მისი თხოვნების საფუძველზე, მათ მიერ მოწერილი ისტორიების საფუძველზე კეთდება პროფილი. თუმცა გვაქვს რამდენიმე დაუწერელი წესი და კანონი. ერთ-ერთი მათგანია არავნო. ანუ თავარია რომ სტუმარი რომელიც მოდის ჩვენთან თავგნობდეს კომფორტულად იყოს კარგად არასდროს არ დავსვათ კითხვა რომელიც მას გულს ატკენს რომელიც მას გააღიზიანებს დაძაბავს და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ისიც რომ ჩვენი გადაცემიდან უნდა მოდიოდეს სითბო არავის არ უნდა დავწინოთ არავინ არ უნდა გავაკრიტიკოთ არავის არ უნდა ვატკინოთ და უნდა შევინარჩუნოთ პროფესიული და პიროვნული ღირსებაც. ეს არის ბეწვის ხიდი და ჩვენ ვცდილობთ ამ ბეწვის ხიდზე ღირსეულად გავიაროთ და დიდი მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ის ამას ხედავს და აფასებს. დიდი მადლობა შენ თქვენ ყველას ვინც დღეს იყავით ახლა გადაცემის ბოლოს ჩემი სტუმრები მე ბუნებრივია წარმატებებს გისურვებ და მაყურებელს ვუსურვებ ასე ვთქვათ რომ გაატაროს რუსთავიორთან ერთად საახალწლო დღეები როგორც ჩანს და თქვენს გარდა არის უამრავი პროექტები და ჯეოსტარის ფინალი გოლდება დუტას ხირტლაძენა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი მაგრამ გაგვექცა ბათუმში სადაც სპექტაკლი აქვს და თამაშობს რას ვიზამ მსახიობია და კიდე უამრავი პროექტი მზადდება საახალწლო დარჩით რუსთავიორზე ახალი წლიდან დაელოდეთ ნიჭიერს თიკაფაცაცია და ვანო თარხნიშვილის წამყვანობით, ასე ვთქვათ, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, ჯერ ახალწლამდე დროა და კვლავ განვაგრძობთ მუშაობას, პოლიტიკური თემებით და ამ თემებზე განსხვავებული პოზიციებით შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. დიდი მადლობა.